უკრაინაში ომის დროს ბოლო წლებში ყურადღების დიდი ნაწილი ბუნებრივად მიმართულია დრონებსა და სხვა უპილოტო სისტემებზე. ჰაერში, ზღვაზე და სულ უფრო მეტად ხმელეთზე ეს ავტონომიური და ნახევრად ავტონომიური სისტემები ძირეულად ცვლიან ომის წარმოების წესს და ომის მომავალს წარმოადგენენ. ამ უპილოტო საბრძოლო სისტემებს უპრეცედენტო განადგურება მოუტანიათ ბევრად უფრო მძიმე და ძვირადღირებულ სისტემებზე, როგორიცაა ტანკები და ჯავშანმანქანები. და ამის შედეგად სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ ბრძოლის ველის ეს ტრადიციული გიგანტები მოძველებულად იქცევიან. მაგრამ თუ წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს გითხავთ, ისინი გეტყვიან, რომ მე-20 საუკუნის ომის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, არტილერია, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ადრე. არტილერიის ჭურვები და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან, ანუ MLRS-ები და ნასროლი რაკეტები, შესაძლოა არ უზრუნველყოფდეს FPV და მძიმე კამიკაძე დრონების მსგავს სიზუსტესა და მანევრულობას. მაგრამ ისინი მაინც დიდ ზიანს აყენებენ მტრის ძალებს, რომლებიც შეიარაღებულნი არიან და წინა ხაზის უკან იმყოფებიან. და ეხლა, ესპანური ინოვაციის წყალობით, უკრაინის საბაზისო MLRS სისტემა, გრადი BM-20, ერთი გარდაიქმნება უმართავი რაკეტების გასროლისგან სუსტად მართვადი საბრძოლო მასალის გამშვებ სისტემად. აი როგორ მუშაობს ეს და რატო შეიძლება მოახდინოს მასიური გავლენა ბრძოლის ველზე. ესპანურმა კომპანიამ EMD შექმნა ზუსტი მართვის კომპლექტები, რომლებიც BM-20-ის რაკეტების სიზუსტეს ისე აუმჯობესებს, რომ ცდომილება ასობით იარდიდან მხოლოდ რამდენიმე იარდამდე მცირდება. ამ კომპლექტების დანერგვის შესახებ ინფორმაცია პირველად საჯაროდ გავრცელდა Eurosaturn 2026-ის თავდაცვის გამოფენაზე, რომელიც გაიმართა Parc de l'Exposition de Villepinte-ში, პარიზში, საფრანგეთში. 2026 წლის გამოფენას უკრაინული მონაწილეობის მნიშვნელოვანი ზრდა ახასიათებდა. თუ 2024 წელს მხოლოდ 5 გამოფენელი იყო, 2 წლის შემდეგ მათი რაოდენობა 80-ზე მეტ კომპანიას მიაღწია. უკრაინული კომპანიები წარმოაჩენენ უპილოტო სისტემებს, ელექტრონული ბრძოლის გადაწყვეტილებებსა და შორ-მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებს. მაგალითად, Firepoint-მა წარმოადგინა თავისი FREAS ანტიბალისტიკური პროგრამა, ახალი შორ-მანძილზე მოქმედი შეიარაღება. ხოლო თერმოპროექტს უკრაინმა სამხედრო მანქანებისთვის მობილური კლიმატ კონტროლის სისტემები აჩვენა. მაგრამ გამოფენაზე წარმოდგენილი არ იყო მხოლოდ უპილოტო სისტემებისა და სხვა ულტრამაღალტექნოლოგიური სისტემების ახალი შესაძლებლობები. მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების ინოვაციებიც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. Lockheed Martin-მა წარადგინა HIMARS FLEX, თავისი ცნობილი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის მოდულური ევოლუცია. FLEX აქვს ორმაგი პოდიანი გამშვები, რომელიც რაკეტების ტევადობას აორმაგებს 6-დან 12-მდე. ნიშნულოვანია, რომ ამ ვარიანტს შეუძლია საჰაერო თავდაცვის დამჭერი რაკეტების გაშვება, მათ შორის Patriot PAC რაკეტებისა, სტანდარტულ GMLRS-სა და ATACMS-თან ერთად, რაც დათქმის პლატფორმას მრავალფენიან სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობას უმატებს. ევროპულმა კონსორციუმმა KNDS-მა წარადგინა გრძელდისტანციური საარტილერიო სისტემა, ანუ LORAS-ის დემონსტრატორი. ის იყენებს ახალ 155 მმ-იან, 58 კალიბრიან ქვემეხს, რათა ზუსტი საბრძოლო მასალით 50-დან 62 მილამდე მანძილზე მიაღწიოს, რაც ტრადიციულ ჰაუბიცებსა და MLRS შორის არსებულ ხიდს ქმნის. ასევე წარადგინეს გლობალური მობილური საარტილერიო სარაკეტო სისტემის, ანუ GMARS-ის ახალი ვარიანტები, რომელიც Rheinmetall-სა და Lockheed Martin-ს შორის თანამშრომლობის შედეგია. თუმცა ეს სიახლე გარკვეულწილად დაჩრდილა HIMARS FLEX-ის განცხადება. ყველა ეს სისტემა დიდი ალბათობით დროთა განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხდება. მაგრამ ამავდროულად კიდევ ერთი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის ინოვაცია, რომელიც ექსპოზე წარადგინეს, სავარაუდოდ ბევრად უფრო სწრაფად მოახდენს გავლენას. სინამდვილეში ალბათ უკვე ახდენს კიდეც. EME-ის მიხედვით, რაც ნიშნავს Escribano Mechanical and Engineering-ს, 2023 წლიდან უკრაინისთვის უკვე მიწოდებულია 11,000-ზე მეტი მათი დამიზნების კომპლექტი BM-21-ის რაკეტებისთვის და 10,000-ობით კიდევ იგეგმება. რატომ შეიძლება ეს იყოს გარდამტეხი ცვლილება? მოკლედ რა ვთქვათ, ეს კომპლექტები მნიშვნელოვნად ზრდის რაკეტების სიზუსტეს. კომპანიის თქმით, ისინი უკრაინისთვის ორი ტიპის დამიზნების კომპლექტს აწარმოებენ. პირველი იყენებს სატელიტურ, ანუ GNSS და ინერციულ, ანუ INS ნავიგაციას. ეს კომპლექტები ამცირებს BM-20 ერთი ტიპის ჭურვების სავარაუდო წრიულ გადახრას, საწყისი 200-დან 500 მეტრის ნაცვლად დაახლოებით 15 მეტრამდე. ეს უზარმაზარი განსხვავებაა, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია. უკრაინის მოთხოვნით, როგორც იუწყებიან, ასევე შეიქმნა ლაზერული მართვის ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს 10 ფუტზე ნაკლებ ცდომილებას, თუნდაც აქტიური ელექტრონული ბრძოლისა და ჩახშობის პირობებში. 2026 წლის პირველი კვარტლისთვის, როგორც იუწყებიან, ამ კონფიგურაციით 1000 კომპლექტი უკვე მიწოდებული იყო. ლაზერული ვარიანტი ოდნავ გრძელია ვიდრე GNSS INS ვერსია და მას 4 დამოუკიდებლად მართვადი წინაფრთა აქვს, 2-ის ნაცვლად.
მაგრამ ორივე ვარიანტი უნივერსალურია. რაც ნიშნავს, რომ ისინი თავსებადია ყველა იმ სხვადასხვა რაკეტასთან, რომელსაც გრადდან ისვრიან. ისინი, როგორც ჩანს, თავსებადია უკრაინის მიერ სისტემის ადაპტაციებთან და მოდერნიზაციებთანაც, რაზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. სტანდარტული რაკეტა, რომელსაც უკრაინა იღენებს თავის გრადებთან, არის არამართული M21OF. 122 მმ-იანი რაკეტა, მყარი საწვავის ჭურვი, რომელიც შექმნილია ფართობულ სამიზნეებზე მაღალი აფეთქებითი ფრაგმენტაციის ეფექტისთვის. რაკეტა მთლიანობაში დაახლოებით 145.5 ფუნტს იწონის, მათ შორის 40.54 ფუნტიანი საბრძოლო თავით, რომელიც დატენილია TNT-ზე დაფუძნებული ასაფეთქებლით, როგორიცაა TGAF 5. სისტემის პოდებიდან გაშვებისას ის აღწევს საწყის სიჩქარეს დაახლოებით 2264 ფუტი წამში, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ მანძილს დაახლოებით 12.5 მილი. ეს განსაკუთრებით საშიში საბრძოლო მასალა. M21-ოფის საბრძოლო თავაკის შიდა ნაჭრილობები აფეთქებისას წარმოქმნის დაახლოებით 3950 ნამსხვროს, რომელთაგან თითოეული 9 გრამზე მეც იწონის და ისინი ვრცელდება სასიკვდილო რადიუსში დაახლოებით 92-დან 131 ფუტამდე. ამიტომ ეს რაკეტები იდეალურია ფართო ზონის დაბომბვისთვის და საჰაერო წვდომის აღხვეთისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია ღია სივრცეში მყოფი ქვეითი ძალებისა და მსუბუქი ჯავშნის გარეშე მანქანების წინააღმდეგ. სტანდარტული BM21 აღჭურვილია 40 მილის გამშვებით და შეუძლია სრული მუხტის გასროლა სულ რაღაც 20 წამში, რაც უზრუნველყოფს დაახლოებით 120 რაკეტის ეფექტურ სროლის სიხშირეს წუთში თითო მანქანაზე. სტანდარტული ბატარეის კონფიგურაციებში, რომლებიც ხშირად მოიცავს რამდენიმე კოორდინირებულ გაშვებას, ასობით ან ათასობით ჭურვი შეიძლება მიეწოდოს კოორდინირებულ ზალპებში, რითაც სამიზნე ზონები იფარება თითოეული გამშვების ზალპზე 1300 ფუტზე მეტ დიამეტრზე. ტრისთვის ასეთ ზალპთან შეჯახება შემზარავია. ისინი იწვევს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ შოკს. ტერიტორიის დაბლოკვასთან ერთად აიძულებს მტრის ძალებს შეაფარონ თავი და დიდი ხნით შეწყვიტონ მანევრები. შემომავალი რაკეტები გამოსცემს დამახასიათებელ ჭყივილის ხმას, რაც ზრდის შიშს და დეზორიენტაციას. ამით კიდევ უფრო აძლიერებს არალეტალურ ზემოქმედებას ჯარის მორალზე და ერთიანობაზე. მაღალი აფეთქებადი ფრაგმენტაციის ქობინები ფის ფართო გაფანტვასთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ ტიპური ზალპი შეიძლება 10-დან 20 წუთის განმავლობაში ჩაახშოს მტრის ქვეითი ან საარტილერიო ბატარეები უსაფრთხო გადაადგილების აკრძალვით და იძულებითი გაფანტვით. ეს უნარი უზრუნველყოს მხისიერი და მაღალი სიმკვრივის ცეცხლი გამოფიტვის წინახაზის პირობებში, სწორედ ის მიზეზია, რის გამოც გრადები კვლავაც რჩება სარაკეტო არტილერიის საყრდენად, როგორც უკრაინული, ისე რუსული მხარისთვის, მიუხედავად დრონებისა და კონტრბატარეის რადარების გავრცელებისა. მაგრამ არსებობდა რამდენიმე ხანგრძლივი პრობლემა, რომელთა გადაჭრაშიც ახალი კომპლექტები ეხმარება. მთავარი ნაკლი M21OF-ის, რომელიც ასევე ცნობილია როგორც 9M22. U არის მისი შეზღუდული სიზუსტე. ეს არამართვადი ბრუნვით სტაბილიზირებული ჭურვები მიყვებიან ბალისტიკურ ტრაექტორიას, რომელზეც გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქარი და გაშვების კუთხე, რის შედეგადაც წარმოიქმნება მნიშვნელოვანი გაფანტვა, რომელიც მანძილის ზრდასთან ერთად იზრდება. ისინი ასევე გარკვეულწილად შეზღუდულნი არიან სროლის მანძილში, თუმცა ეს შეზღუდვა შემცივდა ახალი გაზრდილი სროლის მანძილის რაკეტების გამოყენებით, როგორიცაა 9M521 და 9M522, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან სისტემის მოქმედების არეს. ამ რაკეტებს გააჩნიათ გაუმჯობესებული აეროდინამიკა და საწვავი, რაც ზრდის ეფექტურ სროლის მანძილს 18-დან 28 მილამდე. ეს საშუალებას აძლევს გრადს, რომ მტრის ხაზების მიღმა უფრო ღრმად დაარტყას. თავად კი დარჩეს მოწინააღმდეგის საპასუხო ცეცხლის არეს მიღმა. უკრაინა ასევე ფართოდ იქნებს სპეციალიზებულ ჭურვებს BM21-ისთვის. მაგალითად, 9M519 არის რადიოელექტრონული ჩახშობის რაკეტა, რომელიც შექმნილია მტრის კომუნიკაციების დასარღვევად. 9M42 და 9M53 არის განათების და სამიზნის მონიშნის რაკეტები, რომლებიც გამოიყენება ბრძოლის ველის ღამით გასანათებლად ან სხვა საარტილერიო დანაყოფებისთვის სამიზნეების აღსანიშნავად. BM21-ის ოჯახში ასევე შედის თერმობარული 122 მმ-იანი რაკეტები, რომლებიც წარმოქმნიან ძლიერ ზეწოლის ტალვებს და განსაკუთრებით ეფექტურია სანგრებში და გამაგრებულ ნაგებობებში მყოფი პერსონალის წინააღმდეგ. EM და E კომპლექტები გავრცელებული ინფორმაციით თავსებადია ყველა იმ 122 მმ-იან საბრძოლო მასალასთან, რომელსაც უკრაინა იყენებს თავის გრადებთან. ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს რაკეტა ეხლა ბევრად უფრო ზუსტი გახდა. კომპლექტები ასევე თავსებადია ცალკეულ გამშვებ მილებთან და აქვთ კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ისინი სრულიად თავისუფალია ITAR-ის შეზღუდვებისგან. ITAR, რაც ნიშნავს იარაღის საერთაშორისო მიმოქცევის რეგულაციებს, არის ASHS-ის მთავრობის რეგულაციების ნაკრები, რომელიც არეგულირებს ASHS-ის თავდაცვასთან დაკავშირებული პროდუქციის, მომსახურებისა და ტექნიკური მონაცემების ექსპორტს, იმპორტსა და დროებით გადაცემას. მისი მთავარი მიზანია ASHS-ის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და საგარეო პოლიტიკის ხელშეწყობა, რათა თავიდან აიცილოს მგრძნობიარე სამხედრო ტექნოლოგიის მოწინააღმდეგეებისთვის გადაცემა.
It არის რეგულირებულ ნივთებს ხშირად თანახლავს მკაცრი საბოლოო მომხმარებლის შეთანხმებები, რომლებიც ზღუდავს, სად და როგორ შეიძლება იარაღის გამოყენება. ისინი ასევე შეიძლება დაექვემდებარონ ლიცენზიის გაცემის დაგვიანებას და შესაძლოა ემბარგოსაც კი. It არისგან თავისუფალი სისტემის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მას არ ჭირდება აშეთრ-შორის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვა აღჭურვილობის გამოყენებისთვის, მოდიფიკაციისთვის ან გადაცემისთვის. აშშ-ს არ შეუძლია ვეტო დაადოს It არისგან თავისუფალი სისტემების განთავსებას ან ხელახალ ექსპორტს მესამე მხარეებზე, მაგალითად მათი უკრაინაში გაგზავნას. ამიტომ წარმოება და ტექნიკური მომსახურება შეიძლება გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ აშშ-ის პოლიტიკური პრიორიტეტები შეიცვლება. უკრაინა უკვე არაერთხელ მოხვდა ამ ცვალებადი აშშ-ის პრიორიტეტების გავლენის ქვეშ ომის განმავლობაში. ის ფაქტი, რომ EM და E კომპლექტები It არისგან თავისუფალია, ნიშნავს, რომ ისინი არ დაექვემდებარებიან აშშ-ის პოლიტიკურ ახირებებს ან აშშ-ის სამხედრო ძალების მარაგის ცვალებად საჭიროებებს. ისინი მოძველებულ არაზუსტ გაჯერებითი ცეცხლის იარაღს ზუსტად მართვად რაკეტად აქცევენ, ზუსტად ისე როგორც HIMARS-ი. და ეს მას ახალ სიცოცხლეს აძლევს. ამ დრომდე უკრაინის გრადი და სხვა მოდიფიცირებული საბჭოთა ეპოქის MLRS სისტემები განსხვავებულ როლს ასრულებდნენ, ვიდრე აშშ-ში წარმოებული HIMARS და M230 MLRS სისტემები. ერთი მხრივ BM-20 ერთი გრადი ძირითადად უკრაინის მთავარი მოკლე მანძილის, მაღალი ცეცხლის ინტენსივობის საარტილერიო სისტემა იყო. მეორე მხრივ დასავლეთიდან მოწოდებული HIMARS და M230 MLRS სისტემები უფრო ზუსტი და ღრმა დარტყმის როლებში გამოიყენებოდა. ეს იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გრადი ფრონტის ხაზის სანგრებისთვის უპირატეს გაჯერებულ ცეცხლის ძალას უზრუნველყოფს, მას აქამდე აკლდა მანძილი, სიზუსტე და გადარჩენის უნარი, რაც ნატოს ანალოგებს აქვთ. შედარებით BM-21-ის 40 არამართული 122 მმ-იანი რაკეტის ზალფთან, M-42 HIMARS და M230 MLRS სისტემები შესაბამისად ისვრიან 6 ან 12 მართულ 227 მმ-იან GMLRS რაკეტას. დასავლური სისტემები იყენებენ GPS და INS მართვას, რათა მიაღწიონ წრიული შეცდომის ალბათობას 16-დან 33 ფუტამდე. ეს მაღალი სიზუსტე მათ საშუალებას აძლევს გაანადგურონ კონკრეტული მაღალი ღირებულების პიარზნეები, როგორიცაა სარდლობის პუნქტები და საბრძოლო მასალის საწყობები. ერთი რაკეტით, მასობრივი ზალპის ნაცვლად. M-142 HIMARS და M-270 MLRS ასევე აქვთ მნიშვნელოვანი უპირატესობა სტანდარტულ გრადის რაკეტებთან შედარებით სიშორის თვალსაზრისით. გრადის რაკეტების 12.4-დან 28 მილამდე სიშორესთან შედარებით. სტანდარტული HIMARS-ისა და M-270 სისტემები, რომლებიც GMLRS რაკეტებს ისვრიან, 50-დან 56 მილამდე აღწევენ. როდესაც ისინი აღჭურვილია ATACMS-ის 610 მმ-იანი ტაქტიკური რაკეტებით, შეუძლიათ მიზნების დაზიანება 186 მილამდე მანძილზე. ეს უკრაინულ ძალებს საშუალებას აძლევს დაარტყან რუსულ ლოგისტიკურ და სარდლობის კვანძებს ფრონტის ხაზის მიღმა, რაც გრადს ავსებსებითად არ გააჩნია. ახალი ესპანური მართვის კომპლექტები პირდაპირ არ ზრდის BM-21-ის რაკეტების სიშორეს, მაგრამ ისინი ბევრად უფრო ზუსტს ხდიან მათ. ეს ნიშნავს მაღალი სიზუსტის დარტყმებს ფრონტის ხაზის პოზიციებზე, რაც ადრე მხოლოდ დრონებით იყო შესაძლებელი, რომლებიც როგორც წესი უფრო მცირე საბრძოლო თავებს ატარებენ და შესაბამისად ნაკლებად ეფექტურები არიან გამაგრებულ პოზიციებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ორი მთავარი მიზეზის გამო. პირველი ისაა, რომ GMLRS-ის ან ATACMS-ის რაკეტებისგან განსხვავებით, უკრაინა გრადის რაკეტების მარაგისთვის არც აშშ-ზეა დამოკიდებული და არც სხვა პარტნიორებზე. უკრაინამ უზარმაზარი მარაგები მემკვიდრეობით მიიღო, როცა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ამ რაკეტებს დღემდე ადგილობრივად აწარმოებს. შეპატიუკის სარემონტო ქარხანა, რომელიც მდებარეობს ქალაქ შეპატიუკაში, ხმელნიცკის ოლქში, დასავლეთ უკრაინაში და ეკუთვნის სახელმწიფო თავდაცვის კორპორაცია Ukroboronprom's, დიდი ხანია 122 მმ-იანი რაკეტების წარმოების ცენტრალურ ჰაბად ითვლება. თუმცა, რადგან უკრაინის თავდაცვის მრეწველობის დიდი ნაწილი ახლა საიდუმლო ადგილებში მუშაობს, გაურკვეველია რჩება თუ არა ეს ქარხანა ძირითად მწარმოებლად. ამ ობიექტს გავრცელებული ინფორმაციით რუსული სარაკეტო დარტყმები რამდენჯერმე მოხდა 2023 და 2025 წლებში. გარდა ამისა, წლების განმავლობაში გრადის ფართო გამოყენების თვალობით საკმარისი საბრძოლო მასალა ჯერ კიდევ არსებობს. თუ და როცა უკრაინას მეტი შეძენა დასჭირდება. საერთო ჯამში მიიჩნევა, რომ დაახლოებით 100,000 გრად BM-21 სისტემა იქნა წარმოებული, რომლებიც მსოფლიოს მინიმუმ 72 არმიაში მოხვდა და თითქმის ყველა მნიშვნელოვან ომში გამოიყენეს. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული. ცნობილია, რომ უკრაინამ 2022 წელსაც კი შეიძინა BM-21-ის რაკეტები აშშ-შუდა. დაიღალეთ იმავე ძველი ისტორიების ხურებით, თხურებით და იმავე კუთხით ყველა YouTube ახზე, მაშინ გამოიწერეთ The Military Show, ახალი ხედვისთვის. ჩვენ ვიღრმავდებით სათაურების მიღმა, რათა მოგაწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო სიახლეები და აგიხსნათ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები, რომ ყოველთვის პირველმა გაიგოთ. ისევე როგორც ბევრი სხვა საბჭოთა ეპოქის სისტემა, რომელიც უკრაინამ მემკვიდრეობით მიიღო, უკრაინა არ დარჩენილა ერთ ადგილზე და არ გამოუყენებია მხოლოდ მოძველებული საბჭოთა BM-21-ის მარაგი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო.
როდესაც რუსეთი შეიჭრა 2022 წლის თებერვალში, უკრაინას დაახლოებით 260 BM-21 გრადი ჰყავდა. ზოგიერთი ცხაროს მიხედვით კი მათი რაოდენობა 600-მდე აღწევდა. 2024 წლისთვის უკრაინის შეიარაღებაში დარჩენილი სისტემების რაოდენობა დაახლოებით 100-მდე შემცირდა, ხოლო მინიმუმ 54 ვერსიის დაკარგვა საბრძოლო მოქმედებებში ვიზუალურად დადასტურდა 2024 წლის დეკემბრისთვის. თუმცა დარჩენილთაგან ძალიან ცოტაა ორიგინალი საბჭოთა სისტემა, რადგან უკრაინა აქტიურად ახორციელებს მათ განახლებასა და მოდერნიზაციას, რათა შექმნას იარაღი, რომელიც თანამედროვე ბრძოლის ველისთვის იქნება შესაფერისი. მოდერნიზაციის ძირითადი ნაწილი მიმართულია იმაზე, რომ გამშვები დანადგარები უფრო თანამედროვე სატვირთო შასიზე დაამონტაჟონ. თავად გამშვები დანადგარი საიმედოდ მუშაობს და როგორც ჩანს, განსაკუთრებულ ყურადღებას არ საჭიროებს. ის შედგება მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერისგან, რომელშიც 40 გამშვები მილი 4x10 მართკუთხა განლაგებითაა მოთავსებული და ჰიდრავლიკურად იწევა 0-დან 55 გრადუსამდე. ტრანსპორტირებისას ის წინ კაბინის თავზე ბრუნდება, რათა შემცირდეს სილუეტი და გამარტივდეს ტრანსპორტირება. ორი ჰიდრავლიკური ამწევი უკანა მხარეს იშლება, რათა მანქანა უკუცემის ძალებისგან დაიცვას და სტაბილურობა უზრუნველყოს გაშვებისას, განსაკუთრებით უგზოობაზე. კონტეინერები ხელით ან დამხმარე მოწყობილობით იტვირთება ცალკე საბრძოლო მასალის სატვირთოდან, რაც გამოცდილი ეკიპაჟისთვის ჩვეულებრივ 5-დან 10 წუთამდე გრძელდება. ეს დიზაინი სწრაფ გაშლასა და დაკეცვას უსვამს ხაზს, რაც სისტემის როლისთვის მასიურ და მაღალი მოცულობის ცეცხლის მხარდაჭერაში აუცილებელი თვისებაა. მაგრამ შასი, რომელზეც თავდაპირველად დამონტაჟებული იყო გამშვები დანადგარები, ახლა უკვე დიდი ხანია ვადაგასულია. რა თქმა უნდა, როგორც სისტემის მუდმივი პოპულარობა მიუთითებს, ორიგინალური Ural 360D66-ზე სატვირთო შასი გამძლეა და თავის დანიშნულებას კარგად ასრულებს. მისი სრული ამზრავი და მავალი კლირენსი ზუსტად ისაა, რაც საჭიროა აღმოსავლეთ უკრაინის სოფლის რთულ გზებსა და უგზოობაში გადაადგილებისთვის. თუმცა Ural 300 75D-ის 180 ცხენის ძალიანი ძრავა ნიშნავს, რომ მისი სიჩქარე გზატკეცილებზე დაახლოებით 75 კმ-მდეა შეზღუდული, რაც ზრდის მის დაუცველობას საჰაერო საფრთხეების მიმართ. ეს განსაკუთრებით პრობლემურია დრონების ეპოქაში, რადგან დროლისა და ეკიპაჟის წინა კაბინა დაუცველია, რაც ხაზს უსვამს გრადის პრიორიტეტს სიმარტივესა და სწრაფ განლაგებაზე, ვიდრე დაცულ ოპერაციებზე. მაგრამ უკრაინისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა Ural 375D-თან დაკავშირებით. შასი და სათადარიგო ნაწილები რუსეთში იწარმოება. ტრისკან მარაგებზე დამოკიდებულება ცხადია სრულიად არარეალურია. ამიტომ 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე უკრაინა აქტიურად ამონტაჟებს თავის გრადის გამშვებ სისტემებს განახლებულ სატვირთო შასიზე. კერძოდ უკრაინული წარმოების KRAZ 260 და მისი თანამედროვე მემკვიდრეები, მაგალითად KRAZ 6322. უკრაინული შასის გამოყენების უპირატესობები მხოლოდ სათადარიგო ნაწილების შეძენას არ შემოიფარგლება. ერთი მხრივ ის ბევრად უფრო ძლიერია. KRAZ 260 აღჭურვილია IAMZORAS 38L 159 V8 დიზელის ძრავით, რომელიც 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაშინ როცა Ural 375D-ის ZIL 365 ლიტრიანი V8 ბენზინის ძრავი მხოლოდ 180 ცხენის ძალას იძლევა. დიზელის ძრავი ასევე მნიშვნელოვნად უკეთეს სათვავის ეკონომიას უზრუნველყოფს, რაც სატვირთოს სავალი მანძილს ორჯერ ზრდის და დაახლოებით 620 მილი აღწევს. უფრო ძლიერი KRAZ-ის ძრავი ინარჩუნებს უკეთეს სიმძლავრისა და წონის თანაფარდობას, რაც აჩქარებასა და აღმართზე ასვლის უნარს აუმჯობესებს, მაშინაც კი, თორსა მანქანა სრულად არის დატვირთული რაკეტებით. მაგრამ KRAZ 260 ასევე ორჯერ ზრდის ტვირთამწეობას და 9 ტონამდე ტვირთის გადაზიდვის საშუალებას იძლევა, რაც შესაძლებელს ხდის უფრო მძიმე თანამედროვე აღჭურვილობის დამატებას, როგორიცაა ჯავშნიანი კაბინა, ავტომატური გადატვირთვის სისტემები და დამატებითი საბრძოლო მასალის საცავი. KRAZ-ის შასი სპეციალურად არის შექმნილი იმისთვის, რომ უფრო მარტივად ინტეგრირდეს თანამედროვე ციფრულ ცეცხლის მართვის სისტემებთან, GPS ნავიგაციასთან და ავტომატურ სტაბილიზაციის ერთეულებთან, რაც გაშლისთვის საჭირო დროს 4-ჯერამდე ამცირებს და სიზუსტეს ზრდის. აი რატო 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე უკრაინა აქტიურად ავითარებს გრადის ახალ ვარიანტებს KRAZ-ის შასიზე დაფუძნებით. სწორედ ასეთებია BM21K, რომელიც აღჭურვილია მოდიფიცირებული ორმაგი კაბინის KRAZ 260-ის შასით და გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემით. Bastion 1 და Bastion 2 ასევე მოდერნიზებული ვერსიებია KRAZ 260-ის შასიზე, სადაც მეორე ვერსიას დამატებით 40 რაკეტის შესანახი ადგილი აქვს. ასევე არსებობს Werba, რომელიც მოდერნიზებულია, მოდიფიცირებული ორმაგი კაბინის KRAZ 6322-ის შასიზე და აღჭურვილია ციფრული ცეცხლის მართვის სისტემით. უკრაინამ ზოგარ მინი გრადიც კი შეიმუშავა, რომელიც იყენებს ორიგინალი BM21 გრადის ნაწილებს და დამონტაჟებულია პიკაპებს. ეს მინი გრადები ისვრიან 3 რაკეტას ZZ, განსხვავებით 10-ისგან, თუმცა უფრო მაღალი სიზუსტით. უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსის ალექსანდრ მუსიენკოს თქმით, მინი გრადების გამოყენებას 3 უპირატესობა აქვს. მათი დამატებითი მობილურობა მათ სწრაფად გადაადგილების საშუალებას აძლევს. ერთეულებს, რომლებსაც ეს აქვთ, შეუძლიათ მიზანზე ცეცხლის გახსნა артиლერიის სხვაგან გამოძახების გარეშე და ისინი დამატებით ცეცხლის ძალას აძლევენ მსუბუქად შეიარაღებულ ქვეით ნაწილებს.
მაგრამ უკრაინული გრადის ინოვაციები ამით ნამდვილად ამთავრდება. 2026 წლის მაისში 50 артილერიის ბრიგადამ წარადგინა მოდერნიზებული BM-21-ის ვარიანტები, სრულიად ახალი დრონების საწინააღმდეგო დაცვით. განახლებული გრადის სისტემების ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია დამატებითი მასშტაბური ჯავშანი. გამშვები მილის კონსტრუქციას მიემატა მხარი გისოსისგან დამზადებული ბადე, რომელიც სროლის მიმართულებით არის განლაგებული, რაც ამ ტიპის იარაღის სისტემისთვის დამახასიათებელი საერთო მახასიათებელია. ასევე არსებობს რთული ბადისებრი სტრუქტურა მანქანის კაბინის წინ, რომელიც ძალიან გავს მსგავს დიზაინს, რაც უკრაინულ ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე გვხვდება. სტრუქტურა საჭიროებისამებრ შეიძლება აიწიოს ან ჩამოიწიოს, რაც ამარტივებს ძრავთან წვდომას ტექნიკური მომსახურებისა თუ შეკეთებისთვის. როდესაც აწეულია, ის თითქმის უეჭველად უზრუნველყოფს გზის უკეთეს ხილვადობას წინ. კაბინის ზედა ნაწილზე დამონტაჟებულია გუმბათის ფორმის რადიოელექტრონული ბრძოლის აღჭურვილობა, რაც აუცილებელია თანამედროვე დრონებით გაჯერებულ საბრძოლო ველებზე. კარებს ასევე მიემაგრა გამაგრებული გისოსები, რომლებიც ეკიპაჟის გადარჩენის შანსს ზრდის. ზრდის კამიკაძე დრონების წინააღმდეგ. ამგვარად, უკრაინის ყველა გრადის ვერსია მნიშვნელოვნად უფრო დაცული გახდა. ეხლა კი EM და IS დამიზნების კომპლექტების დანერგვის შედეგად მათი რაკეტები სიზუსტით თითქმის HIMARS-სა და M270-ს უტოლდება. ეს უკრაინას ბრძოლის ველზე ახალ უპირატესობას აძლევს. მისი გრადის ვერსიები აღარ არის მხოლოდ ტერიტორიის ტერორით გაჯერებისთვის გამოსაყენებელი. ეხლა მათ შეუძლიათ რამდენიმე წამში 40 ზუსტი დარტყმა მიაყენონ. და ეს HIMARS-ის ძვირადღირებულ რაკეტებთან შედარებით ბევრად იაფად. GMLRS-ის რაკეტები თითო დაახლოებით 150,000-დან 200,000 ღირს და დამოკიდებულია დასავლურ მომარაგების ჯაჭვებზე, რაც მათ იშვიათ რესურსად აქცევს და მხოლოდ მაღალი პრიორიტეტის სამიზნეებისთვის ინახება. ATACMS-ის რაკეტები ერთ ცალზე 1 მილზე 1 მილიონიდან 1,7 მილიონ დოლარამდე ღირს, ვერსიის მიხედვით. შედარებისთვის, სტანდარტული არამართული BM-21-ის რაკეტა დაახლოებით 1,000-დან 10,000 დოლარამდე ღირს, მწარმოებლის ასაკისა და ტიპის მიხედვით. მართალია, კონკრეტულ სამიზნეზე პირდაპირ დარტყმის უზრუნველსაყოფად ალბათ მხოლოდ ერთი GMLRS ან ATACMS-ის რაკეტის გაშვება დაგჭირდებოდათ. მაშინ როცა იგივე ეფექტის მისაღწევად, სავარაუდოდ სრული სალვო, ანუ 40 არამართული BM-21-ის რაკეტა იქნებოდა საჭირო. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ფასტას ხვაობას. მაგრამ EM და I კიტების შემოღებით, უკრაინისთვის მართვადი ზუსტი რაკეტის ღირებულება მკვეთრად შემცივდა. და ეს სავარაუდოდ მხოლოდ პირველი მნიშვნელოვანი სარგებელია იმ საინტერესო ახალი პარტნიორობიდან, რომელიც უკრაინის სამხედროებისთვის იხსნება. რადგან თანამშრომლობა MNES-თან მხოლოდ მართვის კიტებით არ შემოიფარგლება. 2025 წლის მაისში უკრობორონპრომმა ხელი მოაწერა მემორანდუმს MNES-თან, რათა ერთობლივად განავითარონ იარავი და ესპანური მოდულების ლოკალიზებული წარმოება უკრაინის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, უკრაინული უპილოტო აპარატების მწარმოებელმა სკლიტონმა 2026 წლის მარტში კომპანიასთან თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. რას ნიშნავს ეს შეთანხმებები პრაქტიკაში, ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის. თუმცა საკმარისია ერთი თვალის გადავლება იმ სხვა სისტემებზე, რომელსაც MNE ავითარებს, რომ ეს ნამდვილად უსიამოვნო სანახავია რუსეთის ხელმძღვანელობისთვის. კომპანიის ფლაგმანური პროდუქტი არის Guardian 30-ის დისტანციურად მართვადი კოშკურა და იუთხრებიან, რომ ის უკვე მოქმედებაშია უკრაინაში. ეს არის დისტანციურად მართვადი შეიარაღებული სადგური, რომელიც აღჭურვილია 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხით. როგორც წესი MK-44, Bushmaster 2-ით და კოაქსიალური 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით. ის შექმნილია ჯავშან ტექნიკაზე, როგორიცაა უკრაინის BTR-34 ან სხვა შასიზე ინტეგრაციისთვის, რათა გააძლიეროს ეკიპაჟის დაცვა. MNE ასევე აწარმოებს Guardian 2.0 RWS მსუბუქ დისტანციურ შეიარაღებულ სადგურს, რომელსაც შეუძლია დააყენოს საშუალო 7.62 ან 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევები, ან 40 მმ-იანი ავტომატური ხუმბარდ-ხორცნები. მას აქვს თანამედროვე დღის და ღამის კამერები და ლაზერული მანძიუმზომები, ზუსტი დამიზნებისთვის. შვედეთის თავზე სადღაც მებრძოლი თვითმფრინავი საბრძოლო მისიას ასრულებს პილოტის გარეშე. 2025 წლის მაისში ხელოვნური ინტელექტის სისტემამ სახელად სენატორი აიღო კონტროლი Saab Gripen E-ზე და შეასრულა 3 მისია: ვიზუალური დიაპაზონის მიღმა, თავად აირჩია მანევრების გზა, შეტევის დრო და გამარჯვების სტრატეგია სიმულირებულ საჰაერო ბრძოლაში, ცოცხალი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს უდავოდ გახდის, შვედეთის საჰაერო ძალებს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ტექნოლოგიურად განვითარებულ ძალად მსოფლიოში. ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, თუ რატომ არის ეს განვითარება მნიშვნელოვანი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის ის თვითმფრინავი, რომლის შეძენაზეც უკრაინამ ახლა ხელი მოაწერა. და ეს არის ყველაზე მოწინავე რამ, რაც ამ პარტნიორობიდან გამოვიდა. და მას აქვს პოტენციალი, რომ რუსეთი სრულად შეაჩეროს. მოდით დავიწყოთ თვითონ თვითმფრინავით. რადგან როცა გავიგებთ რა არის სინამდვილეში Gripen E, მივხვდებით რატომ აქვს მოსკოვს ყველა მიზეზი რომ ინერვიულოს. Gripen E აგებულია General Electric-ის F-414 ძრავზე, რომელიც მას საშუალებას აძლევს გადააჭარბოს Mach-ის 2-ს დაახლოებით 2100 კმ/სთ.
მას აქვს 10 საკიდი წერტილი, შიდა საწვავის მარაგი დაახლოებით 3.75 ტონა და შეუძლია აფრენა და დაჯდომა საჯარო გზის მონაკვეთზე 6 კაციანი ეკიპაჟის დახმარებით. მაგრამ შალი ციფრები მთავარი არ არის. მთავარი ისაა, რაც Gripen E-ს შიგნით აქვს. რეაქტიული თვითმფრინავის გულში მდებარეობს Leonardo ES-ISO 5 Raven-ი. აქტიური ელექტრონულად სკანირებადი ფაზირებული ანტენის რადარი, რომელიც დამონტაჟებულია მოძრავ პლატაზე, რაც საშუალებას აძლევს ანტენას ფიზიკურად გადაიხაროს და გვერდებზე უფრო შორს დაინახოს, ვიდრე ფიქსირებულ ანტენას შეუძლია. მის გვერდით მიმაგრებულია Skyward G, იფრაცითელი ძებნისა და თვალთვალის სისტემა, რომელიც თვითმფრინავს საშუალებას აძლევს ნადირობდეს რადარის ჩართვის გარეშე, ჩუმა დარჩეს და ამ დროს ცის სურათი შექმნას. და მთელ თვითმფრინავის კორპუსზე განთავსებულია RS-ის ელექტრონული ბრძოლის კომპლექსი, რომელიც მოიცავს ციფრულ მიმღებებს, ჩამხშობებსა და სათხვარების კონტროლერებს, რაც პილოტს აძლევს 360 გრადუსიან ხედვას თუ ვინ უყურებს მას და საშუალებას აძლევს დააბრმავოს ნებისმიერი ვინც ამას აკეთებს. სააბმა ეს თვითმფრინავი თავიდან ბოლომდე ისე ააგო, რომ ბრძოლა შეძლოს მაშინაც კი, როცა მისი რადარი დაზიანებულია, მონაცემთა გადაცემა იშლება და GPS-ის სიგნალი ყალბდება. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ისინი აშენებდნენ მას ზუსტად იმ ელექტრომაგნიტური ჯოჯოხეთისთვის, რადაც რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინა აქცია. და კიდევ ერთი რამ არის ამ თვითმფრინავში, რაც თითქმის სპეციალურად უკრაინისთვისაა შექმნილი. რაც მის დიზაინში ცივი ომის დროს ჩადეს. შვედმა სტრატეგებმა ყოველთვის ჩათვალეს, რომ თუ ომი დაიწყებოდა, საბჭოთა თავდასხმის პირველი ნაბიჯი მათი მთავარი ავიაბაზების დაბომბვა იქნებოდა. ამიტომ მათ უარი თქვეს მათზე დამოკიდებულებას. მათ შექმნეს დოქტრინა სახელად BAS-90, რომელიც ეფუძნებოდა მათი გამანადგურებლების ჩვეულებრივი ავტომაგისტრალების მონაკვეთებზე განლაგებას, მათი შეიარაღებასა და საწვავით შევსებას, მცირე გაწვეული სახმელეთო ეკიპაჟებით და მათი ბრძოლაში დაბრუნებას ისეთი ადგილებიდან, რომელსაც წინასწარ რუკაზე დატანა მტერს არ შეეძლო. და სწორედ ამ დოქტრინამ წარმართა ისინი მთელი Gripen-ის ხაზისკენ, როგორც ძველი C და D მოდელების, ასევე ახალი E-ის მიმართულებით. ეს თვითმფრინავები სწორედ ასეთ გარემოში იძლევიან საუკეთესო შედეგს. აქვთ დაბალი ტექნიკური მომსახურების დრო, დაბალი ექსპლუატაციის ხარჯი, სწრაფი მომზადება და რაც მთავარია, არ სჭირდებათ იდეალურად სუფთა 2 მილიანი ასაფრენი ბილიკი. წლების განმავლობაში ეს დოქტრინა შვედეთის ნეიტრალიტეტის უცნაურ ნარჩენად გამოიყურებოდა. შემდეგ კი რუსეთმა წლები დახარჯა უკრაინის ავიაბაზების ჰაერიდან განადგურების მცდელობაში. და უცებ რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია სასოფლო გზიდან, მუდმივი ბაზის გარეშე ოპერირებისთვის, ნაკლებად გავს ნარჩენს და უფრო მეტად წინასწარმეტყველებას. აი რატო უჭირთ F-16-ებს ან მირაჟებს, რომლებიც თავისთავად შესანიშნავი გამანადგურებლებია, უკრაინაში გადამწყვეტი გავლენის მოხდენა. მაგრამ Gripen-ები, რომლებიც სწორედ ამისთვისაა შექმნილი, აქვთ შანსი გამოიჩინონ თავი, რადგან 16 მათგანი უკვე დადასტურებულია, რომ შესყიდვის გარიგების ნაწილი იქნება 2026 წლის შუა პერიოდში. თუმცა არსებობს კიდევ ერთი უფრო დიდი გარიგება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს 150-მდე თვითმფრინავს მომდევნო 10 წლეულის განმავლობაში. რაც მას არამხოლოდ დროებით დახმარებათ, არამედ უკრაინის საჰაერო ძალების სრულფასოვან ნაწილად აქცევს. ეხლა მისი ოპერაციული შესაძლებლობების მიღმა, მოდით ვისაუბროთ იარაღებზე, რომლებიც ამ ყველაფერს მომაკვდინებელს ხდის. Gripen S შეუძლია ატაროს 7-მდე MBDA Meteor-ის რაკეტა და Meteor ჩვეულებრივი საჰაერო რაკეტა არ არის. საჰაერო რაკეტების უმეტესობა ჩვეულებრივი სარაკეტო ძრავით მუშაობს. ისინი ანთებენ ძრავს, რამდენიმე წამით ძლიერად იწვის და შემდეგ დანარჩენ გზას მიზნამდე ინერციით გადიან. მთელი ამ დროის განმავლობაში ენერგიას კარგავენ. მეტეორის შემთხვევაში კი გამოიყენება რეგულირებადი რამჯეტი, ძრავი, რომელიც მუდმივად იწვის და ბიძგს აძლევს რაკეტას შეჯახებამდე. ის მოძრაობს მახ 4-ზე მეტი სიჩქარით. MBDA-ის ოფიციალური მონაცემებით, მისი მოქმედების რადიუსი 200 კილომეტრზე მეტია, თუნდაც ეს ოპტიმისტური ზვარიაოს. ის ნაწილი, რომელიც მთელ რაკეტას ამუშავებს, არის ის, რაც ძრავს ანთებულ მდგომარეობაში ინარჩუნებს. და ამით მწარმოებლის თქმით, მას იმას აძლევს, რასაც მწარმოებელი გაქცევის შეუძლებლობის ზონას უწოდებს. რამდენჯერმე უფრო დიდია, ვიდრე Abrams კლასის რაკეტები, რომლებიც დღეს დაფრინავენ. პირდაპირი შეტევის შემთხვევაში დაახლოებით 3-ჯერ გრძელია, ხოლო კუდში დევნისას შეიძლება 6-ჯერ უფრო დიდი იყოს. ეს არის ცის ის მოცულობა, სადაც მტრის პილოტი უბრალოდ ვერ გაექცევა რაკეტას, რამდენად ძლიერადაც არ უნდა მოუხვიოს. გაამატეთ ეს რაკეტა ზემოთხსენებულ რადარსა და თვითმფრინავს და მიიღებთ იმ ერთადერთ კომბინაციას, რომელსაც ნამდვილად შეუძლია რუსეთის საჰაერო ძალების გამოწვევა უკრაინის თავზე. აი ეს არის მთავარი აზრი. ერთი Gripen-ი სათანადოდ შეიარავებული შეუძლია რუსი მფრინავი უკან დაახევინოს. მანამ სანამ ის რუსი პილოტი სროლის მანძილზე მივა და მეტეორი კიდევ უფრო დახვეწილად მოქმედებს, ვიდრე უბრალოდ შორს ფრენა. მას აქვს ორმხრივი მონაცემთა არხი, რაც ნიშნავს, რომ რაკეტასა და გამშვებ თვითმფრინავს შეუძლიათ ფრენის დროს ერთმანეთთან კომუნიკაცია. რეაქტიულ თვითმფრინავს შეუძლია რაკეტის გაშვების შემდეგ განაახლოს სამიზნის მდებარეობა, გადააბაროს რაკეტა სრულიად სხვა სენსორზე მართვისთვის, ან ესროლოს სამიზნეს, რომელიც საკუთარი რადარით საერთოდ არ დაუნახავს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ Gripen-ს შეუძლია მეტეორის გაშვება იმ სამიზნეზე, რომელსაც სხვა თვითმფრინავი ან მიწაზე განთავსებული რადარი ანათებს, მაშინ როცა თვითონ თვითმფრინავი ჩუმად და უხილავად რჩება. არასდროს რთავს საკუთარ რადარს, რომ თავისი მდებარეობა არ გასცეს. და რაკეტა უბრალოდ რაკეტა არ არის, არამედ მხოლოდ ერთი კვანძია ქსელში.
რა თქმა უნდა, ერთი შთამბეჭდავი თვითმფრინავი და უახლესი რაკეტა შეჭრას ვერ შეაჩერებს. ომი არიგება ყველაზე შთამბეჭდავი მანქანით ბრძოლის ველზე. იგებს ის, რასაც ასე მარტივად ვერ გადაიღებ, ქსელი, რომელიც ყველა მანქანას აერთებს. და შვედეთი ამას უკრაინაში უკვე 4 წელზე მემეტია, პაკეტიდან პაკეტამდე აკეთებს. გრიპენი მხოლოდ შუბის წვერი. მოდი ცოტა უკან დავიხიოთ და მთლიან სურათს შევხედოთ. რადგან აქ მთავარი ამბავი მებრძოლი თვითმფრინავი კი არა, არამედ მთელი თავდაცვის ინდუსტრიის ეკოსისტემა. შვედეთი ათწლეულებია თავის სამხედრო ძალებს ისე აყალიბებს, რომ ყოველთვის ითვალისწინებს იმ შესაძლებლობას, რომ ერთ დღეს შეიძლება მოუწიოს ბრძოლა მტერთან, რომელსაც ბევრად მეტი ჯარი, მეტი ტანკი და მეტი თვითმფრინავი ეყოლება, ვიდრე თავად შვედეთს. პატარა ქვეყანა, რომელიც უზარმაზარ მეზობელს უყურებს თვალებში. თუ ეს სცენარი თქვენთვის ნაცნობია, სწორედ ეს არის მთავარი აზრი. შვედეთის პასუხი რიცხობრივ უპირატესობაზე არასდროს ყოფილა გიგანტისთვის იარაღში გათანაბრება. ეს იყო პირველი დანახვა. სწრაფად გადაწყვეტილების მიღება და ყველაფრის ისე დაკავშირება, რომ პატარა დალას ზუსტად იმ ადგილას მიეკენებინა დარტყმა, სადაც ყველაზე მეტად ეთქინებო და გაქრალიყო მანამდე, სანამ საფასუხო დარტყმა მიაღწევდა. ეს ფილოსოფია ეხლა ნელ-ნელა გადაეცემა უკრაინას. დაიწყეთ თვალებით, რადგან ყველაფერი დანარჩენი მათზეა დამოკიდებული. 2024 წლის მაისში შვედეთმა გამოაცხადა ომის განმავლობაში თავისი ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 13 მილიარდი შვედური კრონა იყო და მისი მთავარი ნაწილი იყო 2 თვითმფრინავი, სახელად ASC 890. თუ შეხედავთ, ის არაფრით გამორჩეულია. გადაკეთებული Saab 340 ტურბოპრობი. იმ ტიპის პატარა რეგიონული თვითმფრინავი, რომელიც ადრე ბიზნეს მოგზაურებს პროვინციულ აეროპორტებს შორის დაატარებდა. მაგრამ Saab-მა ის მთლიანად გააცარიელა და მიამაგრა აარიზე, ის არის ანტენურ მასივზე, რომელიც თვითმფრინავის ფიუზელაჟის თითოეულ მხარეს 120 გრადუსიან რკალზე გვერდულად იხურება. როდესაც ჰაერშია, ეს რადარი შეუძლია ამოიცნოს გამანადგურებლის ზომის სამიზნეები დაახლოებით 300-დან 400 კილომეტრამდე მანძილზე და ერთდროულად 1000-მდე ობიექტს ჰაერში და 500 ზედაპირზე დააკვირდეს. მაგრამ აქ რეალურად მნიშვნელოვანი რიცხვი კუთხია. მიწაზე მდგომი რადარი დედამიწის მრუდის უკან და მის წინ მდებარე ყველა ბორცვისა და ხის ხაზის უკან არის დამალული. რუსული ფრთოსანი რაკეტა ან შახიდის დრონი, რომელიც დაბლა მიფრინავს, შეიძლება იმალებოდეს მიწის ზედაპირის ფონზე, მანამ სანამ თითქმის სამიზნეს არ მივახლოვდება. ASC 890 ამ ყველაფერზე მაღლა დაფრინავს და ზემოდან დახურებს. ეს ზემოდან დაკვირვების შესაძლებლობაა მისი არსებობის მთავარი მიზეზი. და მტრის წინააღმდეგ, რომელმაც უკრაინის ქალაქებსა და ელექტროსადგურებზე 100,000-ზე მეტი დრონი და 1000-ობით რაკეტა გაუშვა, თვითმფრინავი, რომელსაც დაბალ სიმაღლეზე მფრინავების დროულად აღმოჩენა შეუძლია, ფუფუნება არ არის. ეს განსხვავებაა ქალაქს შორის, რომელსაც 10 წუთიანი გაფრთხილება აქვს და ქალაქს შორის, რომელსაც მხოლოდ 90 წამი აქვს. თვითმფრინავი პირველად 2026 წლის მარტში შენიშნეს უკრაინის თავზე. და უკრაინული ინფორმაციით ის უკვე აწვდის სამიზნე მონაცემებს საჰაერო თავდაცვის ქსელში. ერთ ფართოდ გავრცელებულ ეპიზოდში მას მიაწერენ დახმარებას, როდესაც F-16-მა რუსული Su-35 ჩამოაგდო. სახმელეთო თვალებიც არის. და სწორედ აქ ამტკიცებს თავის ღირებულებას შვედური რადარების ოჯახი. ჟირაფის რადარები ბევრად ნაკლებ ყურადღებას იღებენ, ვიდრე პატრიოტის პატარეები. და ეს შეცდომაა. შვედეთმა უკრაინას ჟირაფის ხაზის რამდენიმე ვერსია მიაწოდა. და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, ეს სისტემები საჰაერო სამიზნეებს დაახლოებით 100 კილომეტრამდე მანძილზე და 20 კილომეტრამდე სიმაღლეზე აფიქსირებენ, მოდელის მიხედვით. გავითვალისწინებთ, რომ ეს კონკრეტული მონაცემები უკრაინის მთავრობისგან მოდის, რომელიც დაინტერესებული მხარეა. ამიტომ მათ ოპერატორის მიერ მითითებულ შესაძლებლობებად განვიხილავთ და არა დამოუკიდებელ გაზომად. მაგრამ თავად დიზაინი მნიშვნელოვანია. ჟირაფს ეს სახელი ეწოდა დასაკეცი ანძის გამო, რომელიც ანტენას ხეების ზემოთ წევს. ჟირაფივით მას შეუძლია დაინახოს დაბალი, ნელი, პატარა სამიზნეები, რომლებიც რელიეფში იმალებიან, ასევე ფრთოსანი რაკეტები და დრონები. ის ყოველ წამში ანახლებს სურათს. ის იშლება 10 წუთზე ნაკლებ დროში და იკეცება 5 წუთზე ნაკლებში, რაც ნიშნავს, რომ შეუძლია სწრაფად დაათვალიეროს ტერიტორია, გააზიაროს ნანახი და გადაადგილდეს, მანამ სანამ რუსული კონტრსაბატარეო დრონი მას იპოვის. და რაც მთავარია, ის მუშაობას აგრძელებს ძლიერი ჯემინგის პირობებშიც. ეს ბოლო პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ რუსული ელექტრონული ომის პირობებში კარგავენ IAP რადარები ხედვას. ასე რომ, შვედეთმა უკრაინის სამხედროებს თვალები მიაწოდა, მაგრამ მათ მუშტებიც სჭირდებათ. ეხლა სანამ იქამდე მივალთ, არ დაგავიცლეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ყოველდღიურად მიიღოთ სიახლეები ომზე და ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე. დაუბრუნდეთ იმ იარაღებს, რომლებსაც შვედეთი იყენებს, რათა ომი უკრაინის სასარგებლოდ შემოაბრუნოს. პირველი მუშტი, რომელიც მან გადასცა, არის Archer-ი, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე შთამბეჭდავი და გამანადგურებელი რამ ამ მთელ პაკეტში. Archer-ი არის 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა, წერტილი 42 კალიბრის ლულით, რომელიც დამაგრებულია 6-6 არტიკულირებულ შასიზე, რომელიც აშენებულია Volvo-ს სატვირთოს ბაზაზე და მთელი იარაღი ავტომატიზებულია. სადაც ძველ საბჭოთა ბუქსირებად ჰაუბიცას სჭირდებოდა 10 ან 12 კაცის ეკიპაჟი, რომლებიც ოფში იხჭობოდნენ, Archer-ს სჭირდება მხოლოდ 3 და მათ არასდროს უწევთ ჯავშნიანი კაბინის დატოვება.
იმ მომენტიდან, როცა საცეცხლე დავალება მოდის, მანქანა შეიძლება გაჩერდეს. მოამზადოს იარაღი და პირველი ჭურვი ჰაერში გაუშვას 30 წამზე ნაკლებ დროში. მას შეუძლია წუთში 8 ან 9 გასროლა. პირველი 3 ჭურვი დაახლოებით 15 წამში ტოვებს ლულას და შემდეგ უკვე მანქანა მოძრაობას იწყებს. ეს სისწრაფე პირდაპირ ნიშნავს გადარჩენას და უკეთეს საბრძოლო ოპერაციებს. ამ საბრძოლო ველზე რუსეთი არტილერიას ეძებს კონტრბატარეის რადარით და დრონებით და წესი სასტიკად მარტივია. რაც უფრო დიდ ხანს დგას შენი ქვემეხი ერთ ადგილზე, მით მალე განადგურდება. არჩერი იყენებს ახლა უკვე კარგად ცნობილ ტაქტიკას. გაასროლე და გაეცალე. სადაც შეუძლია გააკეთოს ზალპი და გაქრეს მანამ, სანამ მტერი გაარკვევს საიდან ისროლეს. მაგრამ მანძილსაც აქვს მნიშვნელობა. სტანდარტული ჭურვით არჩერს შეუძლია დაახლოებით 40 კილომეტრის მანძილზე სროლა, ხოლო ზუსტი მართვადი ექსკალიბურის ჭურვით დაახლოებით 60 კილომეტრამდე აღწევს. F-მა არტილერისმა, რომელმაც წლები გაატარა საბჭოთა D-20-ზე, რომელიც მსგავს ჰაუბიცას წარმოადგენს საბჭოთა ეპოქიდან, არჩერის სნაიპერ არტილერიად მოიხსენია. ერთი გასროლა საკმარისია ერთი მიზნის გასანადგურებლად და ბრიგადა მის გამოიყენა რუსული თვითმავალი ქვემეხის გასანადგურებლად, რაც დრონის კადრებით დადასტურდა. შვედეთმა ომის დასაწყისში პირველი რამდენიმე ერთეული გადასცა, ხოლო 2025 წელს მან მის შესყიდვაზე უფლებამოსილ სააგენტოს უკრაინისთვის დამატებით 18-ის შეძენა დაავალა, მეთოდებით 2026 წლის განმავლობაში. მეორე მანქანაა CV-90 და მასში მყოფმა ჯარისკაცებმა მას მეტსახელი დაარქვეს, რომელიც ყველაფერს გეუბნებათ. ურჩხული. შვედეთმა თავდაპირველად გაგზავნა 50 ერთეული, 40 მმ-იანი ქვემეხის ვერსია. თითოეულს ხავს 3 კაცის ეკიპაჟი და ასევე ქვეითთა ჯგუფი, რომლებიც ჯავშნის უკან იმყოფებიან. გადაცემულ ვერსიაში ჯავშანი სპეციალურად გაძლიერებულია ნაღმების, მცირე კალიბრის ცეცხლისა და ხელყუმბარებისგან დასაცავად. გზაზე ის დაახლოებით 70 კმ/სთ-ში ავითარებს. მაგრამ ეკიპაჟებს ის იმიტომ უყვართ, რომ ეს მანქანა გადარჩენას ახერხებს. უკრაინის 21 მექანიზებულმა ბრიგადამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც CV-90-ები რამდენიმე FPV დრონის დარტყმას უძლებენ და მაინც აგრძელებენ მოძრაობას. ამით კი ცეცხლს აშორებენ ქვეითებს, რომლებიც უკნიდან გადმოდიან. უკრაინულმა დანაყოფებმა მას იმდენად გადააჭარბეს მისი კონსტრუქციის შესაძლებლობებს, რომ იმპროვიზებულ არტილერიადაც კი გამოიყენეს. ეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეითთა საბრძოლო მანქანაა და უკრაინამ შვედეთთან შეთანხმება გააფორმა, რომ მომავალში მისი წარმოება უკრაინის ტერიტორიაზე დაიწყოს. და შემდეგ არის ყველაფერი, რაც ამ გახმაურებული სისტემების მიღმა დგას. ის უხმაურო მასა, რაზეც არმია რეალურად დგას. 28-ზე მეტ პაკეტში შვედეთმა გაგზავნა STRV-122 ტანკები, რომელიც Leopard 2-ის შვედური დამატებით დაჯავშნული ვერსია. მან გაგზავნა 200-ზე მეტი მუხლუხებიანი ჯავშანტრანსპორტი 2. ასევე გაგზავნა RBS-70 საჰაერო თავდაცვის რაკეტები, დრონებისა და ვერტფრენების წინააღმდეგ. კალ გუსტაფის უკუცემის გარეშე იარაღი, 1000-ობით შაშხანა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, საბრძოლო ნავი 80 სწრაფი შეტევითი კატარღა მდინარეებისა და სანაპიროსთვის, თოუ რაკეტები, საბრძოლო მასალა, სატვირთო მანქანები და სათადარიგო ნაწილები და წვრთნები, რომლებიც ყველაფერს ამუშავებს. შვედეთის ოფიციალური მონაცემებით მისი სამხედრო დახმარების საერთო ღირებულებამ უკრაინისთვის 2026 წლის დასაწყისისთვის დაახლოებით 128 მილიარდ შვედურ კრონას მიაღწია, ხოლო დამატებით 80 მილიარდიანი პაკეტი 2026 და 2027 წლებისთვის უკვე განსაზღვრულია. ეს არ არის ქველმოქმედება მცირე დოზებით. ეს არის პატარა ქვეყანა, რომელიც თავისი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მნიშვნელოვან ნაწილს სხვა ქვეყნის გადარჩენაში დებს. ეხლა ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია უპასუხოთ ნამდვილ კითხვას, რომელსაც ამ ვიდეოს სათაური რეალურად სვამს. როგორ შეიძლება ამ ყველაფერმა რეალურად შეაჩეროს რუსეთი? იმიტომ რომ საქმე არც თვითფრინავშია, არც ჰაუბიცაში და არც სხვა რომელიმე მანქანაში, რომელიც გამოფენილია. თავარი ის არის, რაც მაშინ ხდება, როცა ამ ყველაფერს ერთმანეთს უკავშირებ. და სწორედ ეს არის ის, რასაც შვედეთი თითქმის ყველასზე უკეთ ესმის. რადგან სწორედ ამაზე ააგეს მათ მთელი თავდაცვის დოქტრინა. ASC-890 მავალი სიმაღლიდან დაფრინავს ცენტრალური უკრაინის თავზე. ზემოდან უყურებს და აფიქსირებს რუსული თვითფრინავების ჯგუფს, რომლებიც გლაიდ ბომბების გასაშვებად ემზადებიან. ის ამ მონაცემებს მონაცემთა ბმულით გადასცემს ქვემოთ. ფრონტის სიახლოვეს განთავსებული ჟირაფის რადარი ადასტურებს და აზუსტებს სურათს. Gripen E, რომელიც გაფანტულ ასაფრენ ზოლზე დგას, შორს ნებისმიერი სამიზნე ავიაბაზიდან იღებს სიგნალს, აფრინდება და დიდი მანძილიდან უშვებს მეტეორს, დაზეც რუს პილოტს ეფექტური პასუხი არ აქვს. აიძულებს მას შემოbrunდეს და გაიქცეს, მანამ სანამ ბომბების გაშვებას მოასწრებს. ამასობაში იგივე ქსელი, რომელმაც რაკეტა მიზნისკენ მიმართა, არჩერის ეკიპაჟს ატყობინებს, საიდანაც რუსულმა ბატარეამ ახლახან გაისროლა. და ეს არჩერი ზუსტ ჭურს უშვებს მასზე და უკვე გადაადგილდება, სანამ კვამლი გაიფანტება. ეს არის ლოგიკა. და ხიფს ამაზე დაფიქრება, რადგან ნამდვილად ელეგანტურია. რუსეთის უპირატესობა ამ ომში ყოველთვის იყო მასა, მეტი იარაღი, მეტი თვითფრინავი, მეტი ადამიანი. უკრაინისა და შვედეთის პასუხი არ არის მასის გათანაბრება, არამედ მიზეზს უნდა დაარტყა და არა სიმპტომს. უბრალოდ არ ესური გლაიდ ბომბებს თითო-თითოდ, რაც დამღლელი და წაგებული თამაშია. უკან დახევას აიძულებ იმ თვითფრინავებს, რომლებიც ამ ბომბებს ატარებენ, რომ ბომბები საერთოდ არ გაუშვან. უბრალოდ არ იმალები და არ იტან არტილერიას.
როგორც კი საარტილერიო დანადგარი გაისვრის, მაშინვე ამჩნევდა ანადგურებმას. ამ სისტემის ყოველი ფენა ისეა შექმნილი, რომ პატარა და ჭკვიანმა ძალამ უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და დაარტყას, ვიდრე დიდმა და მოუქნელმა ძალამ მოახერხოს რეაგირება. ასე გეგმავდა შვედეთი ყოველთვის თავის ბევრად დიდ მეზობელთან გადარჩენას. და ეხლა ეს გეგმა უკრაინამაც გადაიბარა. ამ პარტნიორობაში კიდევ ერთი სარგებელი იმალება, რომელიც მომავალზე უფრო მეც მიანიშნებს ვიდრე აწმყოზე. ეს ურთიერთობა ორმხრივია. უკრაინა მხოლოდ მიმღები არ არის. ყოველ დღე უკრაინელი ეკიპაჟები ამ შვედური სისტემებიდან ისვრიან ამ საუკუნის ყველაზე ინტენსიურ და ტექნოლოგიურად გაჯერებულ ომში. ისინი ებრძვიან რეალურ ელექტრონულ ბრძოლას, დრონების ჯგუფებს და მტერს, რომელიც ყოველ კვირას ადაპტირდება. ეს ქმნის ისეთ გამოცდილებას, რასაც შვედეთის არც ერთი საცდელი პოლიგონი ვერასდროს მისცემდა. ნამდვილი საბრძოლო მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა თითოეული ეს მანქანა მაშინ, როცა ვიღაც ნამდვილად ცდილობს მის განადგურებას, შვედეთი იღებს ამ უკავშირს. ამიტომ სააბს შეუძლია იპოვოს ხარვეზები და გამოასწოროს ისინი უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ომის გარეშე რომელიმე პროგრამა შეძლებდა. პარტნიორობა ფაქტობრივად აძლევს შვედეთს ყველა იმ ტესტირების საშუალებას, რაც სჭირდებოდა მტრის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც ყოველთვის ეგონა რო აღმოჩნდებოდა. ეს შეიძლება მნიშვნელოვნად დააჩქაროს განვითარების პროცესი, როგორც უკვე ვნახეთ უკრაინაში, სადაც პროტოტიპები თვეებში მზადდება და არა წლებშიც კი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა თავისი წარმოება ამუშაოს. და მიუხედავად ამისა, ბრძოლა მაინც რთულია მისთვის. Gripen S შეთანხმება უზარმაზარია. განზრახვის წერილი 150-მდე თვითმფრინავზე, რაც იქნება Gripen-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ექსპორტი და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იარაღის გარიგება, რაც კი ევროპას უნახავს. მაგრამ ეს თვითმფრინავები ხვალ არ ჩამოვა. მათი მიწოდება დაახლოებით 2030 წლიდან უნდა დაიწყოს და მთელი 10 წლეულის განმავლობაში გაგრძელდეს. უფრო ძველი C და D მოდელები, რომლებიც შეიძლება ადრე ჩამოვიდეს, უკვე მოძველებულია, მათი რაოდენობა შეზღუდულია კონსტრუქციის დაღლილობის გამო და მათ არ გააჩნიათ ის სისტემები, რაც E მოდელს ასე სახიფათოს ხდის. და რუსეთი არ გაჩერდება. ის ადაპტირდება, ახშობს სიგნალებს, აშენებს და ამ სიაში ყველა მაღალი ღირებულების სისტემას დაედევნება, განსაკუთრებით კი ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავებს. უკვე 4 წელზე მეტია ვუყურებთ, როგორ აკეთებს რუსეთი რაღაცას, რადგან ამ დროის უმეტეს ნაწილში უკრაინას უბრალოდ პასუხი არ ჰქონდა. ტაქტიკა საკმაოდ მარტივი იყო, მაგრამ დამანგრეველი. რუსული Su-34 ფრონტის ხაზის უკან უსაფრთხო ადგილას აიწევდა. შემდეგ კი უშვებდა მსხვილ glide bombs. ეს არის საბჭოთა ეპოქის არამართული ბომბი, რომელსაც მიამაგრეს გასაშლელი ფრთები და სატელიტური ნავიგაციის სისტემა. ბომბი 50-დან 70 კილომეტრამდე დაფრინავდა უკრაინულ პოზიციებზე, იმ იმედით, რომ მიზანში მოხდებოდა. მაგრამ სანამ ეს ბომბდამშენი თავის საქმეს აკეთებდა, მეორე რუსული თვითმფრინავი, როგორც წესი Su-35 უფრო მაღლა და უკან ტრიალებდა, აგვირდებოდა ცასს და მზად იყო დაესაჯა ნებისმიერი უკრაინული გამანადგურებელი, რომელიც ჩარევას შეეცდებოდა. ბომბდამშენი ბომბავს, ესკორტი იცავს. ამ შრომის დანაწილებას ხელს უწყობდა ის ფაქტი, რომ რუსეთს თვითმფრინავების რაოდენობით უზარმაზარი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. ომის დასაწყისში ეს თანაფარდობა რუსეთის სასარგებლოდ 10-დან 1-ზე იყო. ყველაზე სანდო ცხაროების მიხედვით, რუსეთს ჰყავდა დაახლოებით 1300-დან 1400-მდე თვითმფრინავი. მაშინ როცა უკრაინას მხოლოდ 120-მდე გამანადგურელი ჰქონდა. და ამის შედეგად რუსეთს შეუძლია ყოველთვიურად 1000-ობით მართვადი ბომბით გაანადგუროს ფრონტის ხაზის უკრაინული მხარე. უკრაინის პასუხი ამაზე დიდი ხნის განმავლობაში შემოიფარგლებოდა არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებით და ასევე დასავლეთისგან მიღებული დახმარებით. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში უკრაინას მოუწევდა გაეშვა დასავლეთისგან მიღებული თვითმფრინავები, როგორიცაა Mirage 2000-ები და F-16-ები, რათა რაც შეიძლება მეტი glide bomb-ი გაენადგურებინა, ან სულ მცირე შეკავება მოეხდინა. მაგრამ 2026 წლის შუა პერიოდში უკრაინას უკვე მეტი არჩევანი გაუჩნდა. და ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ნაბიჯი იყო ის, რომ მათ იგივე გზით ბურთი ისევ რუსეთის მხარეს დააბრუნეს. უკრაინამ აიღო ზუსტად ის სტრატეგია, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს. თითქმის ნაბიჯ დააკოპირა და ისევ რუსეთის მიმართულებით მიმართა. მოდით განვიხილოთ, როგორ მუშაობს ეს ტაქტიკა რეალურად. რატო ვერ იყენებდა უკრაინა მას აქამდე და რატო გახდება ეს მოსკოვისთვის ბევრად უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე უკვე არის. ეხლა მოდით ცოტა უფრო დეტალურად განვიხილოთ თავად ტაქტიკა, რადგან მისი აღწერა უჩვეულო წყაროდან მოდის. ანგარიში გამოქვეყნდა 2026 წლის ივნისის ბოლოს და გავრცელებული ინფორმაციით უკავშირდება რუსულ ტელეგრამ არხს სახელად მეთაური საუბრობს, ან ვოივოდარის ეთერები, რომელსაც შესაძლოა მჭიდრო კავშირი ჰქონდეს რუსეთის საჰაერო ძალებთან. ეს წარმომავლობა მნიშვნელოვანია, რადგან რუს სამხედრო ბლოგერს, რომელიც უკრაინულ ტაქტიკას აღწერს, ყველა მიზეზი აქვს, რომ ისინი გარკვეულად უარყოფითად წარმოაჩინოს. და მაინც, რასაც აქ ხედავთ, ემთხვევა დასავლურ ანალიზებსა და პროგნოზებს, რაც ნიშნავს, რომ მას უფრო მეტი დამაჯერებლობის ნიშნები აქვს. აი როგორ მუშაობს ეს.
უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავები წყვილებად მოქმედებენ. ერთი თვითმფრინავი დაბლა და სწრაფად მიფრინავს სამიზნისკენ. ზუსტი პლანირებადი ბომბების ტვირთით, რომლებიც მიზნად ისახავს რუსული ძალების დაზიანებას ნაცრისფერ ზონაში ან მის ახლოს. როდესაც ის უახლოვდება გაშვების წერტილს, მკვეთრად იწყებს აწევას. ეს აწევა ფიზიკით არის განპირობებული, რადგან მართვად ბომბს ძრავა არ აქვს. რაც უფრო მაღლა და სწრაფად იმყოფები, როცა მას უშვებ, მით მეტი კინეტიკური ენერგია აქვს და მით უფრო შორს მიფრინავს, სანამ გრავიტაცია დაბლა ჩამოიყვანს. ამიტომ ბომბდამშენი დაბლა მიფრინავს, რომ რადარის ჰორიზონტს ქვემოთ დარჩეს. შემდეგ კი ბოლო მომენტში მკვეთრად მაღლა იწევს, რათა ბომბები რაც შეიძლება შორს ისროლოს. ამას ფიზიკის კანონები ამართლებს და რუსეთიც ასე მოქმედებს. სულ მცირე, ამ დრომდე. მაგრამ ამგვარი აწევა საფრთხეს ქმნის, რადგან ამ დროს ადვილად ჩახარ. რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც რელიეფს მიხვება, ძნელად შესამჩნევია და ძნელად მოსახვედრი. იმ მომენტში, როცა ის მაღლა იწევს ბომბების გასაშვებად, რუსული რადარი მას მაშინვე აფიქსირებს და სწორედ ამ დროს შეიძლება პატრულზე მყოფმა რუსულმა გამანადგურებელმა შეუტიოს. აქ მეორე უკრაინული რეაქტიული თვითმფრინავი ამართლებს თავის დანიშნულებას. მეორე თვითმფრინავი, რომელიც ჩვეულებრივ F-16-ია დისტანციაზე და უფრო მაღლა იმყოფება, ზადაქვს საჰაერო რაკეტა. თუ რუსული Su-35 ან Su-30 ბომბდამშენისკენ გამოიწევს, ესკორტი რაკეტას გაუშვებს. F-16-ის შემთხვევაში ეს რაკეტა ამერიკული AM-120 ამრამია. ახლა ამ ამრამმა შეიძლება რეალურად ვერ ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავი. ამ ომში მანძილები დიდია, რუსული გამანადგურებლები სწრაფია და ასე გაშვებული რაკეტა, როგორც წესი, უფრო რეაქციის გამოწვევას ემსახურება, ვიდრე მოწინააღმდეგის ჩამოგდებას. მაგრამ რეაქციის გამოწვევაა მთავარი მიზანი და ხშირად ეს საკმარისიცა. რუსი პილოტი, რომელიც ხედავს, რომ მისკენ AM-120 ამრამ რაკეტა მიფრინავს, იძულებულია შეწყვიტოს შეტევა, უარი თქვას გადაჭერაზე და თავის არიდების მანევრები გააკეთოს. ამ რამდენიმე წამში უკრაინულმა ბომბდამშენმა უკვე ჩამოაგდო თავისი ტვირთი და სახლში დაბრუნებას ცდილობს. რუსმა ცხარომ ასევე უკრაინელ პილოტებზე გადაიტანა საუბარი. სიტუაციური ცნობიერება. როგორც კი რუსი მფრინავები რაკეტებს გაუშვებენ, უკრაინელები მაშინვე წყვეტენ შეტევას და ტოვებენ ბრძოლის ველს. თავდაცვით მოქმედ რუსს შეიძლება სწრაფად გაუშვას საკუთარი R-37 ან R-67 რაკეტა, მაგრამ ამ დროს უკრაინელები უკვე დიდი სიჩქარით გარბიან და მთელი ამ დროის განმავლობაში აკვირდებიან რაკეტას. ამ ეტაპზე ესკორტის ტაქტიკა რეალურად არ ეხება საჰაერო ბრძოლაში გამარჯვებას, არამედ მიზნად ისახავს ბომბდამშენისთვის ტვირთის უსაფრთხოდ ჩამოშვებას და უსაფრთხო გასვლას. და რომ გავიგოთ, რატო სჭირდება უკრაინას ეს ფარი ასე ძალიან, უნდა ვისაუბროთ ერთი არასე, რომელმაც უკრაინის საჰაერო ომი ყველაზე მეტად განსაზღვრა. ეს იარაღია R-37M. და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც უკრაინელი პილოტები ამ ომის უმეტეს ნაწილს ისე ატარებდნენ, რომ თითქმის ხეებს ეხებოდნენ მუცლით. R-37M არის რუსული შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო რაკეტა, რომელსაც ატარებს MiG-31BM ტიპის გადამჭერი და სულ უფრო ხშირად Su-35 და Su-47. წყაროსა და ვარიანტის მიხედვით მისი მოქმედების რადიუსი მერყეობს 150-დან 400 კილომეტრამდე, ხოლო ფრენის სიჩქარე 5-დან 6 ჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს. ეხლა ეს მთავარი მაჩვენებლები სიფრთხილით უნდა მივიღოთ. 300-დან 400 კილომეტრამდე რადიუსი გულისხმობს მაღალ სიმაღლეზე გაშვებას. MiG-31-დან, რომელსაც ძლიერი რადარი აქვს. მაგრამ ამ შემთხვევაში რაკეტა გაშვებულია Su-35-დან, რომელსაც უფრო პატარა რადარი აქვს. ამიტომ მისი პრაქტიკული მოქმედების რადიუსი მნიშვნელოვნად მოკლეა. ექსპორტული ვერსია RVVBD რეკლამირებულია მაქსიმუმ 200 კილომეტრზე და სავარაუდოდ ეს უფრო შეესაბამება იმას, რასაც რაკეტა რეალურად ახერხებს. მაგრამ ამ დიაპაზონის ყველაზე კონსერვატიული ზღვარიც კი ბევრად აღემატება იმას, რითაც უკრაინას შეეძლო საპასუხოდ სროლა ომის უმეტეს პერიოდში. ლონდონში დაფუძნებული სამეფო გაერთიანებული სამხედრო ინსტიტუტის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში რუსეთი დღეში 6-მდე R-37M-ს ისროდა უკრაინის საჰაერო ძალების მიმართულებით. უკრაინელმა პილოტებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ რაკეტა იშვიათად იწვევს უშუალო ჩამოგდებას, მაგრამ ეს თითქმის არსებით წარცვლის. მისი ამოცანა აუცილებელი არ არის განადგურება იყოს, არამედ უკრაინა საკუთარი ავიაციის გამოყენებისგან შეაგავოს. მაღალ სიმაღლეზე თავდაცვის მცდელობა შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, როდესაც საქმე გრძელდის სტანციურ საჰაერო რაკეტებს ეხება, რაც უბრალო ასვლასაც კი პოტენციურად მომაკვდინებელ გადაწყვეტილებად აქცევს. შედეგად მისი MiG-29-ისა და Su-27-ის პილოტები იძულებულნი გახდნენ დაეშვათ ისეთ სიმაღლეებზე, სადაც მათ შეეძლოთ რელიეფისა და მიწის ფონური რადარული არეკულის გამოყენება რუსული რადარისა და რაკეტის მაძიებლებისგან დასამალად. ქვემოთ ისინი უფრო დაცულები იყვნენ R-37M-ისგან, მაგრამ ახლა გახდნენ მოწყვლადები მიწიდან სროლისა და იმავე რუსული ულაით ბომბდამშენების მიმართ, რომლებსაც ისინი ცდილობდნენ შეეჩერებინათ. უკრაინას უკვე ჰყავს ერთი მსხვერპლი ამის შედეგად. 2026 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსული ავიაციის ტელეგრამ არხებმა განაცხადეს, რომ Su-35-მა ჩამოაგდო უკრაინული F-16 Sum-ის მახლობლად, შორი მანძილის R-37 სერიის რაკეტით. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინული F-16 საჰაერო ბრძოლაში დაიკარგა და არა მიწიდან სროლის ან ავარიის შედეგად.
ეს ფაქტი თავისთავად გეუბნებათ I-37M-ის პოტენციურ საფრთხეზე იმ ადგილას, სადაც მხოლოდ აღმოჩენაც კი შეიძლება სასიკვდილო იყოს. ეს არის ის საფრთხე, რომელსაც ესკორტის ტაქტიკა ცდილობს მართოს. რაც გვაბრუნებს უკრაინელების ხელში არსებული რაკეტების თემასთან და იმ არითმეტიკასთან, თუ ვინ ვის რა მანძილიდან შეუძლია დაარტყას. F-16 2026 წლის შუა პერიოდში საუკეთესო ესკორტია, რაც უკრაინას აქვს. მას აქვს თანამედროვე რადარი, ეფექტური ელექტრონული ომის აღჭურვილობა და AIM-SOS-20, რომელიც ეკუთვნის მსგავსი, მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული რაკეტების ოჯახს. ძველი ვარიანტები დაახლოებით 75 კილომეტრს აღწევენ. მაშინ როცა უახლესი ვერსია, რომელსაც როგორც ამბობენ უკრაინა იყენებს, AIM-120-იანი სირვა, ამ მანძილს 160 კილომეტრამდე ზრდის. ეს სერიოზული იარაღია. მაგრამ რუსულმა არხმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას ყოველთვის არ აქვს სათადარიგო F-16. ამიტომ იმპროვიზაციას მიმართავს. სხვადასხვა ვარიანტებს აერთიანებს. საბჭოთა ეპოქის Su-27 მფრინავს საჰაერო საფრად MiG-29-თვის ორივე ეყრდნობა ძველ R-27 რაკეტას. ან თუნდაც Su-27 იცავს სხვა Su-27-ს. 27 ბევრად მოკლე მანძილისა და ბევრად ძველი იარაღია. რაც გაჩვენებთ, რამდენად ცდილობს უკრაინა იმით, რაც აქვს, მაქსი მიიღოს. და უნდა დავბრუნდეთ ამ ანგარიშის დასაწყისში მოცემულ სტატისტიკაზე. ამ ტაქტიკის მიუხედავად, რუსეთს მაინც უფრო მეტი ბომბ-დამშენი და გამანადგურებელი ხავს საში ნაცრისფერი ზონის თავზე და მაინც ბევრად მეტ ბომბს აგდებს. აქ საჰაერო პარიტეტი არ არსებობს. ჯერ არა. ამის ნაცვლად უკრაინამ საბოლოოდ იპოვა გზა, რომ საჰაერო სივრცისთვის იბრძოლოს, რომელიც ადრე სრულად უნდა დაეთმო. ასე რომ ტაქტიკა არის გვერდი saulis გზა და ის, რაც ამ გზას ნამდვილად გადამთმდათ აქცევს, არის რაკეტა, რომელიც საბოლოოდ ამ პრობლემაზე შორს ცვდება. და აღმოჩნდა, რომ ასეთი რაკეტა უკვე გზაშია. ის მოდის Saab JAS-39 Gripen-თან ერთად. 2026 წლის მაისის ბოლოს შვედეთმა და უკრაინამ გამოაცხადეს ყველაზე დიდი დასავლური გამანადგურებლის პაკეტი, რომელიც უკრაინამ ოდესმე მოიპოვა. სადაც შვედეთი აპირებს გადასცეს 16-მდე მოქმედი Gripen C და D ტიპის თვითმფრინავი, რომელთაგან პირველი სავარაუდოდ 2027 წლის დასაწყისში ჩამოვა. მიუხედავად ამისა, უკრაინა გეგმავს შეიძინოს 20-მდე ახალი Gripen E და F ტიპის გამანადგურებელი, რომლებიც დაფინანსდება 2.5 მილიარდი ევროს, ანუ დაახლოებით 2.8 მილიარდი დოლარის ოდენობის, ევროკავშირის წესხით. ხოლო მიწოდება დაგეგმილია 2030 წლიდან. ეს ყველაფერი დაფუძნებულია განზრახვის წერილზე, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში მოეწერა ხელი, რაც შესაძლებლობას ტოვებს, რომ ავიაპარკი 100-დან 150-მდე თვითმფრინავს მოიცავდეს. შვედეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ პაკეტში ასევე შედის მოწინავე საჰაერო შეიარაღება, როგორიცაა Iris-T, AMRAAM და რაც მთავარია Meteor. Meteor არის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ამბავში, რომელსაც ხვებით. რაკეტის ძრავის ნაცვლად, რომელიც რამდენიმე წამში იწვის და რაკეტას ინერციით ტოვებს, Meteor იყენებს რეგულირებად რამჯეტს, რომელიც მუდმივად აწარმოებს პიცქს. ეს მას ბევრად დიდარ გაქცევის ზონას აძლევს დიდ მანძილზე. Saab ოფიციალურად მის მოქმედების რადიუსს 100 კილომეტრზე მეტად ასახელებს და ითვლება, რომ შესაძლებელია 200 კილომეტრამდეც მიაღწიოს. საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა ასევე დაახასიათა Meteor როგორც ყველაზე ეფექტური ჰაერი ტიპის რაკეტა, რომელიც ამჟამად დასავლეთის საბრძოლო თვითმფრინავებზე გამოიყენება. მაგრამ აი რატომ ცვლის ეს ესკორტის ტაქტიკას? უკრაინისთვის ხელმისაწვდომი რაკეტებიდან მხოლოდ Meteor-ს აქვს ეფექტური სიშორე, რომ რეალურად შეუქმნა საფრთხე Su-34-ის, რომელიც ფრონტის ხაზის უკან 60-დან 100 კილომეტრამდე მანძილზე სრიალავი ბომბებით ისვრის. F-16-ებზე არსებული AMRAAM-ები და უკრაინის ფრანგულ Mirage 2000-ებზე არსებული Mika რაკეტები უბრალოდ არ ფლობენ ასეთ სიშორეს რეალურ ფრონტის ხაზის პირობებში. პრაქტიკაში თუ უკრაინული ესკორტი AMRAAM-ს გაუშვებს, ეს უმეტესად უბრალოდ შეაშინებს რუს მფრინავს და აიძულებს უკან დაიხიოს. მაგრამ თუ იმავე ზედასაფარის როლში მყოფ Gripen-ზე Meteor-ს დააყენებთ, მაშინ ესკორტს უკვე შეუძლია მიაწვდეს და რეალურად გაანადგუროს რუსი ბომბ-დამშენი, რომელიც თავადვე ახორციელებს გლაიდ ბომბებით დაბომბვას. მნიშვნელოვანია, რომ Meteor-ს არ აქვს ისეთი გრძელი მოქმედების რადიუსი, როგორც R-27M-ს, მაგრამ ის აღემატება ძველ R-27-ის ოდნავს ჯობნის ყველაზე ახალ AMRAAM-საც კი და უტოლდება R-77-ის. საჰაერო ძალებისთვის, რომლებიც 3 წელი მოქმედების არედან გარეთ იყვნენ, ეს სერიოზული ცვლილებაა. და Gripen განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის მდგომარეობისთვის იმ მიზეზებითაც, რომლებიც რაკეტას ცდება. ის ცივი ომის პერიოდში შეიქმნა სწორედ იმ ტიპის ომში გადასარჩენად, როგორცაც ახლა უკრაინა აწარმოებს. მას შეუძლია დატოვოს მთავარი ბაზები და იმოქმედოს ჩვეულებრივი გზატკეცილის მონაკვეთებიდან, მცირე ტექნიკური ჯგუფით და სწრაფი ხელახალი გამზადებით. იმ ვარაუდით, რომ საბჭოთა რაკეტები პირველივე დღეს გაანადგურებდნენ მის აეროდრომებს. თვითმფრინავი ასევე პირდაპირ ერთვება ნატოს მონაცემთა არხებში და ატარებს უფრო თანამედროვე ტიპის რადარსა და ელექტრონული ომის აღჭურვილობას, რაც ძველ გადაცემულ F-16-ებს არ აქვთ. მაგრამ ესეთი ტაქტიკა მხოლოდ რაკეტებს არ საჭიროებს. აქ 3 მნიშვნელოვანი ნაწილია: რაკეტები ბომბდამშენების დასაცავად, თვითმფრინავები ფრენისთვის და
და რეალური ბომბები ჩამოსაგდებათ. და რაც 2026 წლის ზაფხულს ასე მნიშვნელოვანს ხდის, არის ის, რომ როგორც ჩანს, ყველა ეს კომპონენტი ერთდროულად დაიწყებს ჩამოსვლას. მაგრამ სანამ ამ თემებში ჩაუღრმავდებით, არ დაგავიწყდეთ გამოწერით ვილაგზე დაჭერა, თუ გსურთ სამხედრო შოუს ყველა სიახლე გაიგოთ. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს, სადაც ვაშუქებთ უკრაინის ომში და მის ფარგლებს გარეთ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. დაუბრუნდეთ წარმატებული ესკორტის მისიის სამ მთავარ კომპონენტს. პირველ რიგში გვაქვს ბომბები. ომის უმეტეს პერიოდში გლაიდ ბომბების უპირატესობა მთლიანად რუსეთის მხარეს იყო. 2025 წლის დასაწყისისთვის რუსეთი თვეში დაახლოებით 3500 გლაიდ ბომბს უშვებდა, რაც ფრონტის ხაზზე დღეში 100-ზე მეტს შეადგენდა. თვიური მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულს 5700-ზე მეტს 2026 წლის იანვარში მიაღწია. და სავარაუდოდ რუსეთმა მხოლოდ 2024 და 2025 წლებში დაახლოებით 85000 ასეთი ბომბი ჩამოაგდო. ხოლო 2025 წელს დაგეგმილი აქვს მათი 120000-ის წარმოება. თავად კომპლექტები თითქმის სასაცილოდ იაფია. თითოეული დაახლოებით $20,000 ღირს. რაც ზუსტად ის მიზეზი არის, გამოც რუსეთს შეუძლია ასეთი რაოდენობით მათი გამოყენება. უკრაინა ასეთ მოცულობას ვერ გაუტოლდება, რადგან მისი სამხედრო ინდუსტრიის უმეტესობა დრონებზეა დაფუძნებული. მაგრამ მას აღარ უწევს ნულიდან დაწყება. ის იღებს ამერიკულ გლაიდ ბომბებს, მათ შორის გრძელდისტანციურ JDAM-ებს. და 2026 წლის მაისში უკრაინამ წარადგინა თავისი პირველი ადგილობრივი წარმოების გლაიდ ბომბა, რომელიც დაახლოებით 250 კილოგრამიან საბრძოლო ქობინს ატარებს. და Brave One Defense Tech Hub-ის მეშვეობით საბრძოლო გამოყენებაში შევიდა. მეტი უკრაინული ბომბდამშენი, რომელიც მეტ უკრაინულ ბომბს ატარებს, ნიშნავს მეტ საბრძოლო გაფრენას, რომლებსაც ესკორტი სჭირდება. სწორედ ამიტომ ჩნდება წყვილის ტაქტიკა 2026 წელს და არა ერთი წლის წინ. მეორე რაკეტები. ესკორტი მხოლოდ იმდენად კარგია, რამდენადაც იარაღია, რომელსაც ატარებს და უკრაინის მოკავშირეები მას ამარაგებენ. 2026 წლის ივნისის შუაში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გამოაცხადა, რომ გერმანია გადასცემდა საჰაერო რაკეტების უცნობ სამნიშნა რაოდენობას საკუთარი მარაგებიდან. ახალი IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდამების გარდა $400 მილიონი სუნილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალაში და კიდევ $200 მილიონი PAC-3 Patriot-ის ჩამჭერი რაკეტებისთვის ნატოს მხარდაჭერილი შესყიდვების ინიციატივების ფარგლებში. ისტორიუსმა არ დააკონკრეტა, რომელი რაკეტები იგულისხმებოდა, მაგრამ აშკარა კანდიდატებია AM-9 და AM-120, რომლითაც დღეს უკრაინის F-16-ები არიან შეიარაღებული. ან IRIS-T და Meteor-ის რაკეტები, რომლითაც ხვალ გრიფენები იქნებიან შეიარაღებული. ორივე შემთხვევაში ეს ის საბრძოლო მასალაა, რომლის გარეშეც ესკორტის ტაქტიკა პირდაპირ ვერ იმუშავებს. ახლა, როცა ის უკვე მიეწოდება, უკრაინა მის აქტიურად გამოყენებას იწყებს. მესამე, თვითმფრინავები. აქ ბელგია ჩნდება სურათში და ვალდებულება უფრო დიდია, ვიდრე თავიდან ჩანს. ბელგიამ წარმოადგინა გეგმა, რომ 2029 წლამდე უკრაინას გადასცემს თავის მთლიან F-16-ის ფლოტს, ანუ 53 თვითმფრინავს, რადგან თავად გადადის F-35-ზე. გრაფიკი ითვალისწინებდა 7 თვითმფრინავს 2026 წელს, საიდანაც 3 იფრენს, ხოლო 4 დაშლილი იქნება სათადარიგო ნაწილებისთვის. შემდეგ კიდევ 5 2027 წელს, 14 2028 წელს და 27 2029 წელს. ეს დამატებულია იმ F-16-ებზე, რომლებიც უკვე დაპირებულია ნიდერლანდების მიერ, რომელმაც 24-ს დააპირა, დანიის მიერ 19-ს და ნორვეგიის მიერ 6-ს. ბელგიის წვლილი მარტო მას გახდის მთელი კოალიციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინდივიდუალურ დონორად. აქ მხოლოდ ერთი პრობლემაა. ბელგია მხოლოდ მაშინ გაგზავნის თავის თვითმფრინავებს, როცა მიიღებს ახალ F-35-ებს. შეუკვეთა. მაგრამ ამ F-35-ებმა დაგვიანება გამოიწვია და თვითმფრინავების უმეტესობა მხოლოდ 10 წლეულის ბოლოს ჩამოვა. ნორვეგიის 6 F-16-დან, როგორც იუცლებიან 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, ყველა უკრაინაში არ ჩასულა. ზოგიერთი ჯერ კიდევ ბელგიაში რემონტდება, ხოლო სხვები ნაწილებადაა მიწოდებული. გადაცემული გამანადგურებლები ხშირად 10 წლეულებისაა და საბრძოლო ფრენამდე მათ თვეები ან წლები სჭირდებათ შემოწმებისა და კაპიტალური რემონტისთვის. და უკრაინამ უკვე დაადასტურა 3 F-16-ის დაკარგვა ომში. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დასავლურ გამანადგურებელ ძალას იღებს, ეს უფრო ეტაპობრივი გაუმჯობესებაა, ვიდრე ერთბაშად მასშტაბური შესყიდვა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაქტიკა კარგად უნდა იმუშაოს სადავო ნაცრისფერ ზონაში, უკრაინა შეიძლება აღარ დასჭირდეს მხოლოდ ამ ზონაში დარჩენა დიდხანს. 2026 წლის ივნისში რუსულ სამხედროებთან დაკავშირებულმა Telegram არხმა განაცხადა, რომ უკრაინამ გამოიყენა ამერიკის მიერ მიწოდებული ახალი რაკეტა AGM-188 რუსტი დეგერი, რათა დაერტყა ნახევარგამტარების ქარხანა სახელად სიბურკა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში. როგორც სხვა რუსული წყაროების მტკიცებების შემთხვევაში, ეს არც კიევმა და არც ვაშინგტონმა არ დაადასტურეს. თუმცა თავად არ არის აღსანიშნავი. რუსტი დეგერი, შეერთებული შტატების საჰაერო ძალების პროგრამის, სახელად ირამის, გაფართოებული რადიუსის შეტევითი საბრძოლო მასალა, პროდუქტია, რომელიც 2024 წლის დასაწყისში დაიწყო. მისი მთავარი მიზანი უჩვეულოდ პირდაპირია. უკრაინისთვის ხელმისაწვდომი, მასობრივად წარმოებადი შორ მანძილზე მოქმედი დარტყმის იარავის მიწოდება. და ამის გახორციელება უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული შესყიდვის ვადები იძლევა საშუალებას.
რაკეტა წარმოადგენს ჰიბრიდს ფრთოსან რაკეტასა და მართვად ბომბს შორის. ზომით ისეთივეა, როგორც სტანდარტული 220 კილოგრამიანი MK-82 ბომბი. პრინციპში ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია ამ ბომბის გადატანა, შეძლებს რაკეტის გადატანასაც. თავარი აქ არის გავრცელებული ინფორმაცია მოქმედების მანძილზე, რომელიც, როგორც ამბობენ, 930 კილომეტრზე მეტია, თუ გამოიყენება შედარებით მცირე 45 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინი. პირველი საწარმოო პარტია, რომელიც 840 რაკეტას მოიცავს, რეალურად დაგეგმილი იყო 2026 წლის ოქტომბერში მიწოდებისთვის, ხოლო უკრაინას ნებადართული აქვს სულ მაქსიმუმ 3350 რაკეტის შეძენა. ამიტომ დებიუტი 2026 წლის ივნისში ნიშნავს, რომ გარკვეული რაოდენობის რაკეტები უკვე ჩასულია უკრაინაში და სავარაუდოდ რეალურ სამიზნეებზე ტესტირება მიმდინარეობს. რაკეტის ფორმა და ზომაც მნიშვნელოვანია. თუ ის თავსდება ნებისმიერ ჯეიდამთან თავსებად, თვითმფრინავზე ერთი ესკადრილია 12 F-16-ით შეძლებს ერთ საბრძოლო გაფრენაზე 154 ასეთი რაკეტის გაშვებას. ეს იგივე მოქნილი პლატფორმის იდეაა, რაც ესკორტის ტაქტიკის საფუძველშია. უბრალოდ მასშტაბირებულია სადავო ზონიდან რუსეთის სიღრმეში. F-16 და Gripen სწრაფად შეიძლება გადაიქცეს მრავალფუნქციურ თვითმფრინავებად, გლაიდ ბომბების გამშვებად, რაკეტებით შეიარაღებულ ესკორტად და გრძელდისტანციური ფრთოსანი რაკეტების გამშვებად, იმის მიხედვით, რაც კონკრეტულ მომენტში იქნება საჭირო. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ უკრაინამ უკვე მოიგო საჰაერო ომი. რუსეთს ჯერ კიდევ ყველაზე დიდი საჰაერო ძალა ჰყავს, ყველაზე დიდი ბომბების მარაგი და ყველაზე შორსროლელი რაკეტა აქვს. Gripen-ები წლების შემდეგ ჩამოვლენ საკმარისი რაოდენობით. შესაძლოა ახლა ხან ვიხილეთ უკრაინის ომში გადამწყვეტი მომენტი. პუტინის ყველა ინტრიგისა და მისი მცდელობის ფონზე, რომ დაყოს ნატო და არ მისცეს უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო დახმარება, ნატო უბრალოდ დიდი რამ გააკეთა. სამმაგი დარტყმის გადაწყვეტილებებმა უკრაინა გამარჯვების ზღვარზე დააყენა. ახლა პუტინი თავის ყველაზე დიდ კოშმარს ეჯახება. მას დაყოფა სურდა, მაგრამ საბოლოოდ უფრო გაერთიანებული ნატო და უფრო ძლიერი უკრაინა შექმნა. ეს ყველაფერი მაშინ, როცა მისი 2026 წლის ყველა გეგმა წყალში ჩაიქარა. 7 ივლისს ნატოს ანკარის სამიტი დაიწყო. ბევრი სპეკულაცია იყო იმის შესახებ, თუ რას გადაწყვეტდა ნატო, როცა მისი წევრები შეიკრიბნენ, რათა გამოიცხადებინათ თავდაცვის ალიანსის გაძლიერებისა და უკრაინისთვის საჭირო დახმარების გეგმები, რათა მან შეძლოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. მაგრამ ეს სამიტი მხოლოდ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაზე არ შემოიფარგლა. ნატოს წევრებმა მიიღეს სამმაგი დარტყმის გადაწყვეტილებები, რომლებმაც კრემლში შოკის ტალღები გამოიწვია. და ამ შოკის ტალღების ძალას ყველაზე მეტად ვლადიმირ პუტინი იგრძნობს, რომელსაც აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ უყუროს, როგორ შეიცვალა უკრაინის ომის მსვლელობა სამუდამოდ. დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ნატო ახლახან გადადგა. უკრაინისთვის მასიური დახმარების ვალდებულების აღება. ანკარადან ყველაზე დიდი სიახლე ისაა, რომ ნატოს ევროპელმა წევრებმა და კანადამ ერთობლივად აიღეს ვალდებულება. 2026 წელს უკრაინას დაახლოებით 80 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. ეს ნაბიჯი სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე ჭორად ვრცელდებოდა და ნატომ ეს შეასრულა. მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ნატომ მხოლოდ 80 მილიარდი დოლარი არ დაუპირებია 2026 წლისთვის, არამედ განაცხადა, რომ 2027 წელსაც შეინარჩუნებს სამხედრო დახმარების მსგავს დონეს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ ანკარიდან 2 წლის სამხედრო დახმარების დაპირებით გავიდა, რომლის საერთო თანხა შთამბეჭდავ 160 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ყველაფერი მოდის ნატოს 31 წევრი ქვეყნიდან, განსაკუთრებით კი იმით, რომ აშშ თავს იკავებს მონაწილეობიდან. მაგრამ ერთი შენიშვნა, ეს ყველაფერი ახალი თანხა არ არის. კიევ პოსტი აღნიშნავს, რომ 160 მილიარდი დოლარის ვალდებულება დაკავშირებულია 103 მილიარდი დოლარის სესხის მექანიზმთან, რომელიც ევროპის კავშირმა, ანუ ევროკავშირმა, შექროკავშირმა, შექმნა უკრაინის მხარდასაჭერად 2026 და 2027 წლებში. თუმცა, დამატებითი დაფინანსება მაინც საჭირო იქნება, რადგან არსებული პროგრამები მთლიან თანხას არ ფარავს. ხოლო ერთადერთი ბარიერი ახლა ისაა, რომ ნატო უნდა გადაწყვიტოს, რამდენს გაიღებს მისი თითოეული წევრი ამ მასშტაბური დახმარებისთვის. უკრაინას ეს სჭირდებოდა ალბათ უფრო მეტად, ვიდრე თქვენ იცით. ბევრი ითქვა რუსეთის მრავალ ფინანსურ პრობლემაზე, რომელთაც ყველა პუტინის სიგიჟემდე მისულმა ომმა გამოიწვია. მართალია ჩვენ რამდენიმე ვიდეო დავუთმეთ იმას, თუ როგორ დგას რუსეთი ფინანსური უბსკრულის ზღვარზე. თუმცა, უკრაინაც შორსაა იმისგან, რომ თავად იყოს კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაში. ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. 4 წელზე მეტი ხნის ომი ნებისმიერ ერს დაასუსტებდა. მარტის ერთ-ერთ სტატიაში BBC-მ გაამჟღავნა, რომ უკრაინის მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტი 112 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 60% საომარ ძალისხმევას ეთმობა. უკრაინის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მის მიერ შედგენილი ბიუჯეტი 45 მილიარდი დოლარის დეფიციტს ტოვებდა. ნატოს ბოლო ნაბიჯი ამ დეფიციტს მთლიანად ფარავს და მეტიც, უკრაინას აძლევს საშუალებას მეტი ყურადღება მიაქციოს საკუთარ მოსახლეობას და შესაძლოა შექმნას მცირე უსაფრთხოების ბადეც, რომელზეც დაკრდნობა შეძლებს თუ ომი 2028 წელს და მის შემდეგაც გაგრძელდება. იმავე თვეში, როდესაც BBC-მ თავისი ანგარიში გამოაქვეყნა, Bloomberg-მა განაცხადა, რომ უკრაინას ივნისის ბოლოსთვის ფულის ამოწურვის რისკი ჰქონდა, ხოლო დახმარების შესაძლო შეწყვეტა ერთ-ერთვალაზე დიდ რისკ ფაქტორად სახელდებოდა. ახლა უკვე ვიცით, რომ უკრაინისთვის წყარო არ ამოიწურა. უნგრეთის ვეტო იმ ევროკავშირის სესხზე, რომელიც ადრე ვახსენეთ, გაქრა მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანი თანამდებობიდან გადააყენეს და უკრაინამ შვება იგრძნო.
სინამდვილეში ეს მხოლოდ შვება კი არა. უკრაინას 2 წლიანი გარანტია აქვს იმ მილიარდობით დოლარზე, რაც ბრძოლისთვის სჭირდება, რადგან ნატომ ყველაზე მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში უჭერს მხარს. უკრაინა საკუთარ ფინანსურ უფსკროლის პირზე იდგა. ნატომ უკრაინა უფსკროლის პირიდან გამოიყვანა. რუსეთი კვლავ უფსკროლის პირზეა და პუტინისთვის დახმარება აღარ მოდის. ჩვენ ვიცით, რაზე იფიქრებს ახლა პუტინი. რუსეთს სწრაფად უნდა იმოქმედოს, რომ 2026 წლის ვითარება შემოატრიალოს და ამის საუკეთესო გზა არის უკრაინის წინააღმდეგ უფრო მეტი რაკეტის გაშვება, ვიდრე ოდესმე. მაგრამ ეს გვიყვანს იმ სამეულის მეორე დარტყმამდე, რომელიც ანკარამ რუსეთს მიაყენა. აშშ-ში უკრაინას მისცემს ლიცენზიას, რომ თავად აწარმოოს პატრიოტის რაკეტები. როცა უკრაინის დელეგაცია ანკარაში გაემგზავრა, მათი ყველაზე გადაუდებელი თხოვნა იყო მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტები. კონკრეტულად უკრაინას სჭირდებოდა პატრიოტის გადამჭრელი რაკეტები, ბევრი. რუსეთის ბალისტიკური რაკეტების საფრთხე ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომელიც მას უკრაინაზე აქვს. და პატრიოტის გადამჭრელი რაკეტების დეფიციტი რუსეთს აძლევს საშუალებას უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა აშშ-ის ერთგულებაზე უკრაინის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ის არ იყო ჩართული დაფინანსების გამოცხადებაში, ტრამპის ადმინისტრაციამ ზუსტად ის მიაწოდა უკრაინას, რაც მას სჭირდებოდა. აშშ-ში არ აგზავნის დამატებით პატრიოტის რაკეტებს. ის უკრაინას ბევრად უფრო მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს, ქავად აწარმოოს ეს რაკეტები. საერთო პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: ჩვენ მივცემთ მათ პატრიოტის რაკეტების წარმოების უფლებას. ვაჩვენებთ, როგორ უნდა დაამზადონ ისინი. ასე რომ, ვეღარ იჩივლებთ, რომ საკმარის არ ვაძლევთ. ეხლა თავად უნდა დაამზადონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება მცირე შეურაცხყოფასაც შეიცავს, უკრაინისთვის ეს ნამდვილი სასიხარულო ამბავია. აშშ-მა ადრე მხოლოდ გერმანიასა და იაპონიას მისცა პატრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზია. უკრაინა ძალიან განსაკუთრებულ სიას შეუერთდება, მაგრამ ეს ის სია, რომლის ნაწილიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდებოდა. ზელენსკიმ ეს ანკარის სამიტის წინაც გაამახვილა ყურადღება და უკრაინის მთავარ პრიორიტეტად მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტის მიღება დაასახელა. ყველაფერ დანარჩენს ჩვენ თვითონაც შევძლებთ, მაგრამ ოდესაც საქმე საჰაერო თავდაცვას ეხება, ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე გვჭირდება, დაამატა ზელენსკი. თუმცა როგორც ჩანს, უკრაინამ ანკარიდან მეტი პატრიოტის ჩამთრელი რაკეტების მიწოდების დაპირება ვერ მიიღო. ეს თავად გავაკეთებთ და მეფთ დამოკიდებულება შეიძლება ქვეყნის სასარგებლოდ იმოქმედოს. უკრაინამ შთამბეჭდავი თავდაცვის ინდუსტრია შექმნა, მას შემდეგ რაც პუტინმა თავისი შეჭრა დაიწყო. 2026 წელს ამ ინდუსტრიას პროგნოზირებული აქვს 55 მილიარდი დოლარის საწარმოო შესაძლებლობა, რაც 55-ჯერ მეტია ვიდრე მაშინ, როცა პუტინმა შეჭრა დაიწყო. სხვა სიტყვებით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა აწარმოოს პატრიოტის რაკეტები. ახლა მას აქვს ნებართვა და ტრამპის თქმით ის მიიღებს მითითებებს აშშ-სგან, რათა შეძლოს საწარმოო პროცესების, რაც შეიძლება სწრაფად ამუშავება. რატომ არის ეს ესეთი დიდი გამარჯვება უკრაინისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია შევხედოთ სარაკეტო და დრონების იერიშს, რომელიც რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა 6 ივლისის ღამეს. ბლუმბერგის ინფორმაციით, თავდასხმის დროს უკრაინამ ვერ შეძლო რუსეთის მიერ გაშვებული 23 ისკანდერ M რაკეტიდან ვერც ერთის ჩამოგდება. გამოცემა ასევე არნიშნავს, რომ 6-მა ზირკონისა და ონიქსის რაკეტამაც შეძლო უკრაინის საჰაერო თავდაცვის გარღვევა. მას შემდეგ, რაც უკრაინას პატრიოტის ჩამჭრელი რაკეტები შემოაკლდა, 2026 წელს ისკანდერის რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაეცა. წლის დასაწყისში უკრაინა ამ რაკეტების დაახლოებით 80%-ს ანადგურებდა, მაგრამ მაისის შუა პერიოდში ჩამოგდების მაჩვენებელი 40%-ზე დაბლა დაეცა. და თუ არ ჩავთვლით მოკლე პერიოდს, როცა მაჩვენებელი ისევ 40%-ზე მაღლა ავიდა, მას შემდეგ ჩამოგდების მაჩვენებელი მხოლოდ იკლებს. თუ უკრაინა შეძლებს საკუთარი პატრიოტის ჩამჭერი რაკეტების წარმოებას, მას შეიძლება საჰაერო თავდაცვა მუდმივად შეავსოს და რუსეთის საჰაერო იერიშები ბევრად ნაკლებად ეფექტური გახადოს. თუმცა როგორც დახმარების შემთხვევაში, აქაც ერთი შენიშვნაა. პრო. კითხვები რჩება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს უკრაინა მიაღწიოს იმ მდგომარეობას, რომ თავად აწარმოოს პატრიოტის ჩამჭერი რაკეტები. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მასშტაბურად აწარმოოს ისინი ისე, როგორც საჭიროა რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შეტევების ეფექტურად შესაკავებლად. ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინა შეძლებს წარმოების სწრაფად ათვისებას, როგორც კი აშშ-ში აჩვენებს, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. მაგრამ წარსული ლიცენზიების მიხედვით ამას შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს. Defense Express აღნიშნავს, რომ იაპონიას 2 წელი დასჭირდა, რათა პატრიოტის წარმოება დაეწყო და სრულად გაეშვა. როგორც ჩანს, გერმანია 2027 წელს პირველი პატრიოტის რაკეტების მიწოდებას დაიწყებს, ხოლო მისთვის განკუთვნილი საწარმოო ხაზი 2024 წელს დაარსდა. ამიტომ ეს შეიძლება მრავალწლიანი პროექტი იყოს უკრაინისთვის. თუმცა არც ერთი ამ ლიცენზიანტიდან ამჟამად პირდაპირ თავდასხმის ქვეშ არ იმყოფება. უკრაინას უფრო მეტი мотиваცია აქვს ვიდრე იაპონიას ან გერმანიას, რომ წარმოება აწყოს და ამოქმედოს. და მან უკვე აჩვენა საოცარი მოქნილობა, როცა საკუთარი ზუსტი იარაღები მოკლე დროში ჩანაფიქრიდან მასობრივ წარმოებამდე მიიყვანა. თუმცა შეიძლება უკრაინას წლები დასჭირდეს, რომ ამ გადაწყვეტილების სარგებელი რეალურად იგრძნოს. უკრაინას დასჭირდება ნატოს პარტნიორების დახმარება, რომლებსაც მოუწევთ პატრიოტის ჩამჭერი რაკეტები მიაწოდონ, სანამ უკრაინა ამ წარმოებას აწყობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ ვხედავთ მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს უკრაინის მხრიდან, რათა გაადლიეროს საჰაერო თავდაცვა რუსეთის ბალისტიკური რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ. და ამით მივდივართ მესამე დარტყმამდე, რომელიც ანკარამ რუსეთს მიატანა.
ნატომ კიდევ ერთი მასიური ნაბიჯი გადადგა, რომელმაც უკრაინა ევროპულ უსაფრთხოების გარემოში უფრო ღრმად ინტეგრირა, ვიდრე ოდესმე. მაგრამ სანამ გავამხელთ რა ნაბიჯზეა საუბარი, ეს არის სამხედრო შოუ. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჭიოთ ხილაკს და ჩართოთ შეტყობინებების ზარი, რომ ყოველთვის ნახოთ რას შემოგთავაზებთ შემდეგ. ბოლო ნაბიჯი, რომელიც ნატო ანკარაში გადადგა, უფრო პოლიტიკური სიგნალის მიცემა იყო, ვიდრე უკრაინისთვის მხარდაჭერის გაწევა. მაგრამ ეს იყო სიგნალი, რომელიც პუტინს არასდროს სურდა დაენახა. ნატომ ერთობლივად განაცხადა, რომ უკრაინა ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ხელშემწყობია. ზედაპირზე ეს თითქოს უმნიშვნელო რამეა. შეგიძლიათ იკამათოთ კიდეც, რომ უკრაინა ამ პოზიციას დიდი ხანია იკავებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ევროპაში თავდაცვის პარტნიორობებს აყალიბებს და დრონების წარმოების წამყვან ქვეყნად იქცა. თუმცა სიტყვებს უსაფრთხოების ხელშემწყობები მნიშვნელობა აქვს. რატომ? ნატო ძალიან ყურადღებით ეკიდება იმ ენას, რომელსაც იყენებს, და ეს კონკრეტული ტერმინი, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც ორგანიზაცია აფასებს, შეუძლია თუ არა რომელიმე ქვეყანას ნატოს წევრი გახდეს. რაც ახლა ნატოსგან ვიხილეთ, ეს არის ყველაზე ძლიერი მინიშნება დღემდე, რომ უკრაინის წევრობას განიხილავენ. ეს აღნიშნავს იმას, რომ უკრაინა წევრობისკენ დაჩქარებულ გზაზეა. ჯერ კიდევ ბევრი წინააღმდეგობა უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ომი რუსეთთან კვლავ გრძელდება. და ეს წინააღმდეგობა ლოგიკურია. თუ უკრაინა ახლა გახდება წევრი, რუსეთის შეჭრა აუცილებლად გამოიწვევს მეხუთე მუხლის ამოქმედებას, რაც ნატოს სხვა წევრებს ჩართავს იმ ომში, რომელიც პუტინმა დაიწყო. წევრობა ახლა ესკალაციაა და ნატო ამას ვერ გარისკავს, რადგან ეს შეიძლება პუტინის ევკიდიდურეს ქმედებებამდე მივიდეს. მაინც ამ ტერმინის გამოყენება ძლიერი სიგნალია რუსეთის ლიდერისთვის. ეს ასევე აღიარებაა ზელენსკის არგუმენტისა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ, რომელიც მან ანკარის სამიტის წინ წამოაყენა. მართლა გჯერათ, რომ სწორი იქნება ნატოს გარეთ დატოვება. ქვეყანა და ხალხი ასეთი დონის თავდაცვით შესაძლებლობებით კითხულობდა ზელენსკი და ამატებდა. თუ უკვე გვაქვს ეს შესაძლებლობები, თობ უკრაინელებმა უკვე იციან ასე ბრძოლა, მაშინ ნამდვილად აზრი აქვს, რომ ეს შესაძლებლობები გახდეს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ნაწილი. ეს ყველას გაგვაძლიერებს. ზელენსკი მართალია. უკრაინის ძლიერებაზე მეტი საკითხია გასათვალისწინებელი. ნატო ორივე მხარის არგუმენტს აღიარებს, ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის უსაფრთხოებაში წვრილის შემტანად მოხსენიება ნიშანია იმისა, რომ უკრაინას ნატოში გაწევრიანებას განიხილავენ უკრაინის ომის დასრულების შემდეგ. და პუტინისთვის არანაკლებ შემაშფოთებელია ისიც, რომ ეს სიგნალია იმისა, რომ ნატო თვლის უკრაინა ამ ომში გამარჯვებული გამოვა, რაც მის წევრობას გზას გაუხსნის. რასაც აქ ხედავთ, ეს უკრაინის ომის ნამდვილი გარდამტეხი მომენტია. ნატო აქამდე ყველაზე ძლიერ სიგნალებს აგზავნის, რომ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაუჭერს მხარს და ამას ერთი მარტივი მიზეზის გამო აქვს მნიშვნელობა. ეს პუტინის სტრატეგიისთვის სერიოზული დართვაა, რომელიც ნატოს გაყოფას ცდილობს, რათა რუსეთმა უკრაინა დაიპყროს. რუსეთის პრეზიდენტს არასდროს დაუმალავს თავისი სტრატეგია ნატოს მიმართ. გაყოფა არის მიზანი. რაც უფრო მეტ ბზარს შექმნის ნატოს შიგნით, მით უფრო დიდხანს დასჭირდება ორგანიზაციას გადაწყვეტილებების მიღება, რაც პუტინს აძლევს დროს, რომ გააკეთოს ის, რაც უნდა. როგორც გამოცემა The Hill აღნიშნავს, ამ გაყოფის შექმნა პუტინისთვის ასევე ერთადერთი გზაა, რომლითაც რუსეთს ნამდვილად შეუძლია დაამარცხოს ნატო. ტრადიციული სამხედრო თვალსაზრისით ნატოს სრული ძალა რუსეთს დაამარცხებდა. პირდაპირი ომი, თუმცა შესაძლებელია შეიძლება რუსეთის დასასრული იყოს. ამიტომ უკეთესია ნატოს დასასრული ძალის გამოყენებით კი არა, არამედ განხეთქილების თესლის დათესვით სცად. უკრაინის მხარდაჭერა დიდი ხანია ერთ-ერთი ასეთი თესლია. აშშ-ზე მანიპულირების მცდელობა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, რუსი ლიდერების ერთ-ერთი ტაქტიკა იყო და ის ძალიან გახარებული იქნებოდა, რომ ტრამპი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნატოს აკრიტიკებდა. ეს კრიტიკა არ დასრულებულა. იმავე ანკარის კონფერენციაზე, სადაც დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში პატრიოტის რაკეტებს ტრამპს მისცემდა ლიცენზიას, ტრამპმა ასევე ესპანეთი დაკარგულ საქმედ და ნატოში საშინელ პარტნიორად მოიხსენია. როგორც ჩანს, ეს მოხდა იმის გამო, რომ ესპანეთმა არ მისცა აშშ-ს უფლება თავისი ტერიტორიის სამხედრო ბაზები ოპერაცია ეპიკური რისხვისთვის გამოიყენებინა. მაინც ეს აჩვენებს, რომ ნატოში პუტინს აქვს შესაძლებლობები, რომ გამოიყენოს არსებული სიტუაცია. პუტინი ცდილობს ნატოს ჩავარდნა მოაწყვას. ახლა არსებობს შეშფოთება, რომ რუსეთი გეგმავს სამხედრო მოქმედებას, შესაძლოა ბალტიის რეგიონში ან პოლონეთში, და ის დაყოფა, რომლის შექმნასაც პუტინი ცდილობდა, გადამწყვეტი იქნება. რაც ნატომ ახლახან გააკეთა ანკარაში, განსაკუთრებით უკრაინისა და მისთვის გაწეული მხარდაჭერის კუთხით, არის გზავნილი პუტინისთვის. დაყოფა? რა დაყოფა? ყოველ შემთხვევაში, რაც შეეხება უკრაინას, ნატო ზუსტად იმ ერთიან პოზიციას აჩვენებს, რაც პუტინს არ უნდა რომ ნახოს. დიახ, აშშ ფინანსურ ვალდებულებაში არ მონაწილეობს, მაგრამ პატრიოტის ლიცენზირებით დიდი ნაბიჯი გადადგა. და ის შესაძლებლობა, რომ უკრაინა მომავალში ნატოს წევრი გახდეს, პუტინის გეგმებისთვის ნამდვილი დარტყმაა, რადგან ის ცდილობს, რომ ნატოს წევრები დაყოს და უკრაინა მარტო დატოვოს. პუტინის ყველაზე კარგად დაგეგმილი გეგმებიც კი ჩაიშალა. ნატომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალები გააგზავნა, განსაკუთრებით პატრიოტის შეთანხმებით, რაც აჩვენებს, რომ უკრაინამ ნატოში საკმარისი პატივისცემა დაიმსახურა, რომ მას მთავარ პარტნიორად მოეკიდონ. საბოლოო ჯამში ეს შეთანხმება მხოლოდ რაკეტების წარმოებას არ ეხება.
ეს აღიარებს, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა თავად აწარმოოს ეს რაკეტები, რაც უბრალოდ ასე არ იყო მანამდე, სანამ პუტინი შეიჭრებოდა. პუტინი ამ ყველაფრით მაყოფილი არ არის და თუ ამის დასამტკიცებლად ნიშნები გჭირდებათ, უბრალოდ მისი კრემლის რუპორის ანკარის შემდეგ ნათქვამ სიტყვებს უნდა მოусმინოთ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკვე ანკარის შედეგები და ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კატასტროფულად და უპასუხისმგებლად შეაფასა. ეს ძლიერი დაგმობა არ არის, ეს კრემლის პანიკა, რომელსაც ხმა მისცეს. რა თქმა უნდა, ეს კატასტროფაა რუსეთისთვის. ნატომ ახლახან უკრაინას გამარჯვების გასაღები გადასცა, რადგან უზრუნველყო მისი დაფინანსება მინიმუმ მომდევნო 2 წლის განმავლობაში, სხვა ყველაფერთან ერთად. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ასევე მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მტკიცებები. თითქოს ნატო იშლება იმ შიდა დებატების გამო, რასაც რუსეთის დაყოფის ტაქტიკა იწვევს. რუტე ამბობს, რომ დებატი სისუსტის ნიშანი არ არის. დებატები ხდება მოქმედ დემოკრატიებში, რაზეც პუტინს არაფერი ესმის. მაგრამ ის, რაც ანკარის შემდეგ რუსეთს ნამდვილად შეეშინდა, არის ის, რომ მან ნატოს პოლიტიკაში ცვლილება დაინახა. ანკარაში ნატომ რუსეთს უთხრა, რომ ის აღარ ცდილობს უკრაინაში კრიზისის მართვას. ნატო აფინანსებს უკრაინის გამარჯვებას, რომელიც მისი აზრით გარდაუვალი გახდა, რადგან რუსეთის არმია სუსტდება და პუტინი თავის ქვეყანას ეკონომიკური განადგურებისკენ კიდევ უფრო წაიყვანს. ეს აღარ ეხება უბრალოდ გადარჩენას. ახლა საქმე გამარჯვებაშია. ნატომ ის, რაც ოდესღაც კრიზისული სიტუაცია იყო, გადააქცია შესაძლებლობად, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს რუსეთის აგრესია. ამ ყველაფერმა პუტინის გეგმას არ მიხოლია. მან აშშ-ის განცხადებები, რომ ევროპაში თავდაცვის ძალების შემცირებას აპირებს, დადებითად აღიქვა. მაგრამ ამის ნაცვლად მან მიიღო ნატოს, ევროპელი წევრებისა და კანადის ვალდებულება, რომ ისინი უკრაინას უფრო ძლიერად დაუჭერენ მხარს ვიდრე ადრე და ამ პროცესში ისინი რუსეთს უფრო ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევენ, ვიდრე პუტინის უკრაინაში შეჭრამდე იყვნენ. ამ ყველაფერში არის ელემენტი იმისა, რომ ევროპა აშშ-ისგან გარკვეულწილად დამოუკიდებლდება. დებატები შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს იმაზე, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ერთი რამ, რასაც ეს დამოუკიდებლობა ნიშნავს, არის ის, რომ ევროპამ როგორც ერთიანმა კოლექტივმა უნდა გაძლიერდეს. ისევ იგივე ევროპა, რომელიც რუსეთისთვის ბევრად უფრო პირდაპირ საფრთხეა, უბრალოდ გეოგრაფიული სიახლოვის გამო ვიდრე აშშ-ში. განსაკუთრებით დახმარების ვალდებულება აჩვენებს, რომ ევროპა ეკონომიკურ ძალას აჩვენებს და ეს ძალა ჯერ კიდევ შორს არის თავისი სრული პოტენციალის გამოყენებისგან. ეს პუტინისთვის შემაშფოთებელია, რადგან მან უკვე ფინანსურად მაქსიმუმამდე მიიყვანა რუსეთი. და რაც კიდევ უფრო უარესია რუსეთის ლიდერისთვის, უკრაინის მხარდაჭერა ერთმხრივი პროცესი არ არის. ეს ინტეგრაცია. უკრაინა ნატოსთვის ისეთივე ღირებული თავდაცვის პარტნიორია, როგორც ნატო უკრაინისთვის, განსაკუთრებით დრონების საქმის საკითხში. ნატოს გეგმა უზრუნველყოს, რომ უკრაინა დღეს გაიმარჯვებს, რათა ნატომ ხვალ უფრო დიდი საფრთხე შეუქმნას რუსეთს. ნატოს წევრებმა უკვე აიღეს ვალდებულება, რომ 2035 წლისთვის ყოველწლიურად თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 5% თავდაცვის ხარჯებს მოახმარონ. რო ხედავთ, რომ თავდაცვის შეთანხმებები მთელი ევროპის მასშტაბით იდება, რომელთა შორისაც ბევრი უკრაინას ეხება. ვლადიმერ პუტინს სურდა გაყოფილი კონტინენტის შეტინდი შეექმნა, მაგრამ მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ შექმნა მონსტრი, რომელმაც მთელი თავისი ძალა უკრაინის მხარეს დააკენა ისე, როგორც რუსეთს არასდროს წარმოედგინა. რუსეთი, როგორც ჩანს, მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდა ანკარის სამიტის შემდეგ. ასე არ უნდა ყოფილიყო. ნატოს გეგმების შესახებ ხმები კვირებით ადრე ვრცელდებოდა და ჩვენ ამაზე ვწერდით. ჩვენს ვიდეოში ავხსენით, როგორ გადააჭარბებდა ნატოს 80 მილიარდი დოლარის დაპირება უკრაინის ყველა მოთხოვნას. უკრაინა მიმართა, ევროპამ კი საოცარი პასუხი გასცა. ნიდერლანდებმა, გერმანიამ, ბელგიამ და დიდმა ბრიტანეთმა ერთად გააკეთეს რაღაც საოცარი უკრაინისთვის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თითქმის ყველაფერი მიიღო, რაც სურდა და კიდევ მეტი, რადგან ევროპამ ზუსტად ის მიაწოდა უკრაინას, რაც ომის რუსეთში გადასატანად სჭირდებოდა. ახლა შემდეგი ნაბიჯი მარტივი. უკრაინა გაანადგურე რუსეთი. ბოლო რამშტაინის შეხვედრა უკვე დასრულდა და უკრაინა უფრო დიდი გამარჯვებული გამოვიდა, ვიდრე თითქმის ყველა წინა შეხვედრაზე. რამდენად დიდი? უკრაინამ შეხვედრა დატოვა ახალი დახმარების პაკეტებით, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია. ეს არ არის უბრალოდ ბუნდოვანი დაპირებები. ეს თანხა მოდის ზუსტად იმ ტიპის იარაღის სახით, რაც უკრაინას სჭირდება რუსეთთან ომში და ამას არანაკლებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ადასტურებს. შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა დაინახეს, რომ ახლა მათთვის შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა. და მან განმარტა, რას უზრუნველყოფს ახალი დახმარების ნაწილი. დღეს სავარაუდოდ პერლის პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი გამოცხადდა, რომლის საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ასევე დღეს წარდგენილი იყო შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო პაკეტი, რაც ნიშნავს 30 კილომეტრზე მეტ მანძილზე მოქმედ სისტემებს, განაცხადა ფედოროვმა. ამ განცხადებაში მთავარი სავარაუდოდ პერლის პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი. Pearl ნიშნავს უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიების სიას და ეს არის შეერთებული შტატების მიერ შექმნილი პროგრამა, რომელიც უკრაინის სხვა პარტნიორებს საშუალებას აძლევს შეიძინონ აშშ-ში წარმოებული იარაღი, რომელიც შემდეგ პირდაპირ უკრაინაში იგზავნებოდა.
შუამავალი, რომლის შემთხვევაში იარაღი ერთ ქვეყანაში ჩადის და მიწოდებამდე იქ ინახება, გამორიცხულია. ამის ნაცვლად უკრაინა თავად მიუთითებს რესურსს და დახმარება იხარჯება იმ იარაღზე, რომელიც პირდაპირ უკრაინაში იგზავნება. Perl-მა უკვე გააკონტროლა დიდი ოდენობის დახმარების გაღება. 2025 წლის ბოლოსთვის ნატოს წევრებმა და პარტნიორებმა პერლისთვის $4 მილიარდზე მეტი დაპირდნენ. თუმცა ეს რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა და მოსალოდნელი იყო, რომ 2026 წელს და მის შემდეგ პროგრამაში კიდევ უფრო მეტი თანხა შევა. ახლა ხედავთ, რომ ეს მართლაც ხდება. დამატებითი $1 მილიარდი Perl-ში ნიშნავს ბევრ დასავლურ იარაღს, რაც უკრაინას სჭირდება. საკუთარი შიდა დრონებისა და იარავის წარმოების გასაძლიერებლად, მაგრამ Perl-ი მთლიანი სურათი არ არის, შორს არის ამისგან. ვიდეოს შესავალში 4 ქვეყანა ვახსენეთ. ყველა ეს 4 ქვეყანა აძლიერებს დახმარებას და ბას და სხვა სახის მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის გაძლიერებას, როგორც არასდროს. ბელგიით დავიწყებთ. რამშტაინის ფორმატიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო ის, რომ ბელგია საბოლოოდ გადასცემს უკრაინას იმ F-16-ების ნაწილს, რომლებიც წლების წინ დაპირდა. 7 თვითმფრინავი მალე უკრაინის ტერიტორიაზე იქნება, მათგან 3 საბრძოლო მზადყოფნაშია და მზად არის გამოსაყენებლად, ხოლო დანარჩენი 4 თვითმფრინავი უკრაინას შეუძლია გამოიტენოს სათადარიგო ნაწილებად, რათა შეინარჩუნოს თავისი F-16-ების ფლოტი. ეს დიდი წინსვაა ბელგიის წინადაპირებასთან შედარებით, როცა მხოლოდ 4 საბრძოლო მზადყოფნაში არ მყოფი F-16-ის გადაცემას აპირებდა, იუწყება RBC უკრაინა. ეს ასევე ნიშანია იმისა, რომ ბელგია საბოლოოდ აძლიერებს ძალისხმევას და გადალახავს იმ შეფერხებებს, რომლებმაც ადრე აიძულა გადაზიდვების შეჩერება. როგორც ბელგია, ისე ნორვეგია აონებდნენ უკრაინისთვის დაპირებული 36 ერთეული F-16-ის გადაცემას. ბელგიის შემთხვევაში მიზეზი ისაა, რომ ის ელოდება აშშ-დან F-35-ების მიღებას, სანამ გადაცემას დაიწყებს. ნორვეგიის F-16-ები ბელგიის ობიექტია და რემონტს ელოდება, რაც ასევე შეფერხდა, როგორც RBC უკრაინა იუწყება. ამიტომ ის ფაქტი, რომ ბელგიამ ეს დაპირება დადო, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ საბაბები და დაგვიანებები საბოლოოდ დასრულდა და უკრაინის საჰაერო ძალები საბოლოოდ გაძლიერდება იმ თვითმფრინავებით, რომლებიც ბევრის აზრით წლებია უნდა ყოფილიყო ცაში, უკრაინის დასაცავად და რუსეთის გასანადგურებლად. შემდეგი ბრიტანეთია. ახლა ბრიტანეთს ვერ დაადანაშაულებ უკრაინის მხარდაჭერის გაჭიანურებაში ან შეჩერებაში. ბრიტანეთი მუდმივად იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გუმხურვალე მხარდამჭერი. უკვე დადებული აქვს შეთანხმებები დრონების წარმოების თანამშრომლობაზე. ის ასევე ცდილობს იყოს ლიდერი ეგრეთ წოდებულ მსურველთა კოალიციაში, რომელიც აპირებს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას და სავარაუდოდ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამხედროების განთავსებას. ამიტომ რამშტაინში ბრიტანეთმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გაეუარესებინა და უკრაინისთვის გაეუმჯობესებინა, კიდევ უფრო მეტი დახმარების მიწახმარების მიწოდებით. რას ნიშნავს მეტი? ასობით რაკეტა და ათასობით დრონი. ყველაფერი დაფინანსებულია იმ თანხებით, რომელიც ბრიტანეთში რუსეთის აქტივებიდან მიიღეს. RBC უკრაინა იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას დაპირდა 852 მილიონი ფუნტის დახმარების პაკეტს, რომელიც მოიცავს დაფინანსებას 150,000 უკრაინული წარმოების დრონისთვის, ასევე 350 რაკეტისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. საჰაერო დაცვის თემაზე დარჩენით. დიდი ბრიტანეთი ასევე მიაწვდის უკრაინას უფრო თანამედროვე რადარებს, რათა დაეხმაროს უკრაინას შემოსული საფრთხეების დროულად აღმოჩენაში, რომლებსაც ის შეძლებს გაანადგუროს თავისი რაკეტებითა და ჩამჭერი დრონებით. რასაც აქ ხედავთ, არის გაძლიერება იმისა, რაც გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ალიანსად მთელ ევროპაში. დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთხელ დაეხმარა უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც რთულ მდგომარეობაშია. ყოფილი თავდაცვის მდივნის ჯონ ჰილის გადადგომის ფონზე, როცა დიდ ბრიტანეთში სამხედრო ხარჯებზე დაპირისპირება მძაფრდება და პრემიერ-მინისტრი სერ კივ სტარმერიც გადადგა. უკრაინა დააფასებს ამ დახმარებას. ის ასევე მადლიერი იქნება დამატებითი საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის, რასაც დიდი ბრიტანეთი მიაწვდის, სრულად შეესაბამება გერმანიის მიერ რამშტაინის შეხვედრაზე დადებულ დაპირებებს. თავისი წვლილის ფარგლებში გერმანიამ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის შესაძენად $400 მილიონი გამოგო. ასევე დამატებით $200 მილიონი PAC-3 ტიპის ჩაუნგდები რაკეტების შესაძენად, რომლებიც ორივე უკრაინაში Perl პროგრამის მეშვეობით ჩავა, ითხოვინება Kyiv Post-ი. ეს ნიშნავს, რომ გერმანია მეოთხედ იყენებს Perl-ს მისი შექმნის შემდეგ. და ის ფაქტი, რომ ის პეტრიოტის რაკეტებს შეიძენს, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ეს ის ტიპის რაკეტებია, რომლებიც უკრაინას სჭირდება რუსული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად და რომლებიც ბოლო თვეებში უკრაინაში დეფიციტში იყო. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა აღწერა გერმანიის სხვა შეთავაზებები, მათ შორის ისინიც, რომლებიც Perl-ის ფელიბებს ფარგლებს გარეთ კეთდება. საჰაერო თავდაცვა კვლავ ჩვენი ძალისხმევის ცენტრშია. ჩვენ უკრაინას კიდევ ერთი IRIS-T სისტემა გადავეცით. ბოლო დროს ჩვენ ასევე დავაჩქარეთ მართვადი IRIS, IRST, SLS და SLM რაკეტების მიწოდება. გარდა ამისა, ჩვენი მარაგებიდან სამნიშნა რაოდენობის ჰაერი ტიპის რაკეტებს მივაწვდით. არსებობს კარგი მიზეზი თუ რატომ გაამახვილეს ყურადღება როგორც დიდმა ბრიტანეთმა, ასევე გერმანიამ საჰაერო თავდაცვაზე სამხედრო დახმარების ფარგლებში. უკრაინას ძალიან სჭირდება მეტი რაკეტა და თანამედროვე სისტემები. ზელენსკიმ თავად განაცხადა, რომ ეს ძალიან კარგად გააცნო ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს თავის შესავალ სიტყვაში რამშტაინის ფორმატზე. გუშინ მეორე გადაუდებელი საკითხი დავაყენე მარკთან. პირველი არის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა, მეორე კი საარტილერიო ჭურვებია.
ამჟამად არც ერთი საკმარისი არ არის. ორივე გადაუდებლად საჭიროა, განაცხადა ზელენსკიმ, როცა მან ევროპელი სახელმწიფოთა ლიდერებს კიდევ უფრო მეტი ქმედებისკენ მოუწოდა, არა მხოლოდ უკრაინის დასაცავად, არამედ ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ. და ეს მონაცემები ზელენსკის ამყარებს. ხარკოვის გვარ მედიას მიხედვით რუსეთმა მაისში უკრაინის მიმართულებით 8150 დრონი და 211 რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც 274 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და კიდევ 1763 დაშავდა. ეს არის რუსეთის სტრატეგია. ჩაიდინონ ომის დანაშაულები, რათა უკრაინის მოსახლეობა დააშინონ და დანებება მოანდომონ. თუმცა რამდენადაც ტრაგიკულია ეს ციფრები, მთავარი ამბავი იმაშია თუ რამდენად ეფექტურად ხდება მათი ჩაჯერა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს რუსეთის მიერ გაშვებული დრონების დაახლოებით 90%-ის განადგურება, სადაც დიდი როლი სავარაუდოდ უკრაინის დამჭერმა დრონებს მიუძღვით. ეს მაჩვენებელი ყოველთვის შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს ამ ეტაპზე უკრაინის მთავარი პრიორიტეტი არ არის. უკრაინისთვის მთავარი პრიორიტეტი ახლა რუსეთის რაკეტების საფსაფრთხეა. მაისში რუსეთის მიერ გაშვებული 211 რაკეტიდან უკრაინამ მხოლოდ 55%-ის შეჩერება შეძლო. ეს მაჩვენებელი ბალისტიკური რაკეტების შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება. უკრაინამ მხოლოდ 17% შეძლო შეეჩერებინა იმ ბალისტიკური რაკეტებიდან, რაც რუსეთმა გაუშვა. აქ სწორედ პატრიოტის რაკეტები და სხვა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები ხდება მნიშვნელოვანი. უკრაინას ორივე სასტრაფოდ სჭირდება და გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ახლახან დაანონსეს, რომ მეტ ასეთ სისტემას მიაწვია. უკრაინისთვის ეს ნიშნავს კიდევ რამდენიმე თვეს, როცა შეძლებს გაზარდოს რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი. ამასთან სდევს ნაკლები სამოქალაქო მსხვერპლი, ასევე მორალის ამაღლება და რუსეთის შესაძლებლობის შემცირება დააზიანოს უკრაინის ზურგი. უკან ზონაში ნაკლები ზიანი ნიშნავს ფრონტზე მეტი შეტევითი ძალის მიტანას. და თუ შეტევაზე ვსაუბრობთ, აქ ნიდერლანდები ერთვება საქმეში. ჯერჯერობით რაც განვიხილეთ, ძირითადად ეხებება იმას, თუ როგორ აძლევენ ევროპული ქვეყნები უკრაინას საჭირო რესურსებს, რათა თავი დაიცვას რუსეთის თავდასხმებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, დიახ, მაგრამ არსებობს ის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელზეც ფიოდოროვმა ისაუბრა, რადგან უკრაინა იძენს უპირატესობას რუსეთის წინააღმდეგ. ნიდერლანდებისთვის რამშტაინის შეხვედრა იყო შესაძლებლობა გაეზარდა უკრაინის შეტევითი ძალა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება რუსეთისთვის ზიანის მიყენებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თავად რუსეთის ტერიტორიაზე. რას ნიშნავს ეს? ყველაფერს მალე გაგიმხელთ. ჯერ კი შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო გადაცემას. თუ ჯერ არხზე არ ხართ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა შეჩერდეთ წამით, დააჯიროთ ღილაკს და შემდეგ დაუბრუნდეთ ვიდეოს. ნიდერლანდებისთვის შეტევა პრიორიტეტული იყო. RBC უკრაინა იუცხება, რომ ნიდერლანდები სხვა დახმარებებთან ერთად უკრაინას 700 ფრთოსან რაკეტას გადასცემს დახმარების პაკეტის ფარგლებში. ეს გვაკანებს აშკარა კითხვასთან: საიდან უნდა მოვიდეს ეს რაკეტები? საბოლოოდ ნიდერლანდებს არ აქვს უზარმაზარი მარაგი ფრთოსანი რაკეტებისა, რომლებსაც უკრაინას გადასცემს და ამავდროულად საკუთარ ტერიტორიასაც დაიცავს. რა თქმა უნდა, რაღაც რაოდენობა აქვს. მაგალითად, 2025 წლის აპრილში ნიდერლანდებმა გამოაცხადა, რომ დაახლოებით $2 მილიარდ დახარჯავდა 175 ტომაჰავკის ფრთოსან რაკეტაში. ეს რაკეტები უკრაინაში არ წავა. ამ რაკეტების გადაცემაზე აშშ-ს უნდა მისცეს თანხმობა და ეს რაოდენობა ძალიან შორსაა იმ 700 რაკეტისგან, რომელზეც RBC უკრაინა წერს. მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს ნიდერლანდების შემოწირულობის გენიალურობა. ნიდერლანდები არ აპირებს უკრაინისთვის 700 ფრთოსანი რაკეტის გადაცემას საკუთარი მარაგებიდან. ამის ნაცვლად ისინი დააფინანსებენ 700 რუტერის ტიპის რაკეტის წარმოებას. როგორც ჩანს, ეს რაკეტები რეალურად აშენდება დესტინაუსის საწარმოში, რომელიც ნიდერლანდების ტერიტორიაზე მდებარეობს. რაც ნიშნავს, რომ უკრაინას აღარ მოუწევს ნერვიულობა იმის გამო, რომ რუსეთი იპოვის და გაანადგურებს მის საწარმოებს. ამის ნაცვლად ნიდერლანდები დახარჯავს საჭირო თანხას 700 რუტერის ტიპის რაკეტის დაკეტის დასამზადებლად და შემდეგ მთლიანად გაუგზავნის ამ რაოდენობას უკრაინას. რომელი რუტერის ტიპის რაკეტებს მიიღებს უკრაინა, ჯერ არ დადასტურებულა. ამ რაკეტებს 3 ბლოკი აქვს, სადაც რუტერ ბლოკ 1 წარმოადგენს საფუძველს, დანარჩენი 2 ბლოკისთვის. ეს კონკრეტული ვერსია დაახლოებით 300 კილომეტრს გადის და შეუძლია 150 კილოგრამიანი საბრძოლო ტვირთის გადატანა, რაც იდეალურია იმ საშუალო დისტანციის დარტყმების კამპანიისთვის, რომელსაც უკრაინა იტენებს მაისიდან მოყოლებული რუსული ლოგისტიკის დასანგრევად. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი ამატებს, რომ რუთერ ბლოკ 2-ის მოქმედების რადიუსი 800 კილომეტრამდე აქვს გაზრდილი, ხოლო საბრძოლო ტვირთი 250 კილოგრამამდე. რაც შეეხება ბლოკ 3-ის, მას შეუძლია 2000 კილომეტრის დაფარვა და ასევე 250 კილოგრამიანი საბრძოლო ტვირთის მიტანა. ეს საკმარისად შორია მოსკოვის და მის მიღმა მდებარე ობიექტების დასარტყმელად და რაკეტა იმდენად ძლიერია, რომ სერიოზულ ზიანს მიაყენებს იმ ნავთობისა და სამხედრო ობიექტებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანის მუშაობას უზრუნველყოფს. რუთერი ევროპის პასუხია ფრთოსანი რაკეტების წარმოების პრობლემაზე, რომელიც წლები არსებობს. ის ფაქტი, რომ ნიდერლანდები უკრაინას 700 ასეთ ფრთოსან რაკეტას გადასცემს, ნიშნავს, რომ ისინი ფიოდოროვის განცხადებას შესაძლებლობის ფანჯრის შესახებ ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. უკრაინა უკვე დიდ ზიანს ატენებს რუსეთის უკანახაზებს, დრონებისა და საკუთარი დრონ რაკეტების ჰიბრიდების გამოყენებით. ამ ყველაფერს უნდა დაამატოთ, ასობით ძლიერი საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა მიიღებთ ბევრად უფრო მტკივნეულ დარტყმებს პირდაპირ რუსეთის კართან. იმ დროს, როცა უკრაინის სხვა პარტნიორები აძლიერებენ უკრაინის თავდაცვას იმავე ტიპის იარარის წინააღმდეგ.
უკრაინის ოთხმა მოკავშირემ ივნისის შუა რამშტაინის შეხვედრა გამოიყენეს მესიჯის გადასაცემად. ჩვენ ვაძლევთ უკრაინას იმას, რაც სურს და სჭირდება. ახლა უკრაინის საქმე აიძულოს რუსეთი აგოს პასუხი იმაზე, რაც ბოლო 4 წელზე მეტია გააკეთა. ფიოდოროვმა თავად აღნიშნა ეს და აღნიშნა, რომ ამ 4 ქვეყნიდან უკრაინაში შემოსული დახმარება დიდად ეხმარება უკრაინას მის ამჟამინდელ სამ მთავარ პრიორიტეტში. ეს არის ჩვენი ანტიბალისტიკური პროგრამა და საჰაერო თავდაცვის პროგრამა. მეორე პრიორიტეტია შორსმსროლი არტილერია. მესამეა ჩვენი დრონები. უკრაინული წარმოების დრონები, რომლებიც დღეს გვეხმარება მტრის შეჩერებაში, საშუალო მანძილზე დარტყმის ოპერაციების ჩატარებაში და მტრის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურებაში აცხადებს ფიოდოროვი. ანტიბალისტიკური და საჰაერო თავდაცვა უზრუნველყოფილია, ასევე საშუალო მანძილზე დარტყმის ოპერაციები და რუსეთის შიგნით სამიზნეებზე დარტყმის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მიიღებს რუტერ ბლოკ 3-ის რაკეტებს. ითხოვეთ და მიიღებთ, უკრაინა. და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ომის მომავალისთვის? ამ მასშტაბური სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადება დროულად მოხდა, რადგან ის იდეალური პასუხია იმ ნაბიჯებზე, რომელსაც რუსეთი დგამს, განსაკუთრებით საჰაერო მიმართულებით. ლიგა აღნიშნავს, რომ რუსეთი ზრდის დრონების წარმოებას და ზოგიერთ რაკეტას მოდერნიზებას უკეთებს, რათა მისი საჰაერო შეტევები უკრაინისთვის კიდევ უფრო საშიში გახდეს. მართლა ამის მტკიცებულება ბოლო თვეებში ვიხილეთ. 2 ივნისს Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აპრილში რუსული ავიაციის წარმოება წინა წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა, 2025 წელთან შედარებით 111%-ით მეტი იყო და საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელს, რომელიც 68%-ს შეადგენს, მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი უცებ ასობით გამანადგურებელ თვითმფრინავს აშენებს წელიწადში. პირიქით, წარმოების ეს ზრდა თითქმის მთლიანად განპირობებულია დარტყმითი დრონების წარმოებით, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება. რაც შეეხება რაკეტებს, 13 ივნისს ლიგამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი ახორციელებს თავისი ისკანდერის და ხეას-1 რაკეტების, ასევე KAB ბომბების მოდერნიზაციას. ცდილობს გააუმჯობესოს მათი მოქმედების რადიუსი, გაზარდოს მათი გამძლეობა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიმართ და უბრალოდ გაზარდოს წარმოების მასშტაბები. ლიგას ინფორმაციით, სამხედრო პირი, რომელმაც ეს ყველაფერი გაამჟღავნა, პოლკოვნიკი ალექსანდრე ზარუბა, რომელიც იარაღისა და ტექნიკის გამოცდისა და სერტიფიცირების სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელია, ასე რომ მას ნამდვილად ეცოდინება, რას ცდილობს რუსეთი. უკრაინას სჭირდება უპასუხოს დრონების წარმოების ზრდასა და გაძლიერებულ რაკეტურ საფრთხეს. უკრაინისთვის დაპირებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და უკრაინის მიერ ინტერსეპტორ დრონებზე მუშაობის კომბინაციით, ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა ახლა უკვე შესაძლებელი გახდა. უკრაინა უფრო მეც ჩაჭეს იმიდან, რასაც რუსეთი აგზავნის. და ეს მხოლოდ კარგი რამაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსული დრონები და რაკეტები ყოველ თვე 100-ობით, თუ არა 1000-ობით სამოქალაქო მსხვერპლს იწვევს. თავდაცვითი თვალსაზრისით, ეს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის უზარმაზარი მხარდაჭერაა, მაგრამ არის ის შესაძლებლობის ფანჯარაც, რომელიც ფიოდოროვმა ახსენა. ის ერთადერთი არ იყო, ვინც ეს ტერმინი გამოიყენა ბოლო რამშტაინის შეხვედრის დროს. რუტემაც გამოიყენა ეს ტერმინი, აღნიშნა, რომ შეხვედრამ უკრაინასა და მის მოკავშირეებს მისცა შესაძლებლობა გადაენაცვლათ მიწოდებაზე ორიენტირებულ ფაზაში ანკარაში ნატოს მნიშვნელოვანი სამიტის წინ. შესაძლებლობის ფანჯარა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი თემა დღეს. თქვა რუტემ და დაამატა, რომ უკრაინის პრიორიტეტებზე ორიენტირებული დახმარება ხელს შეუწყობს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას და აიძულებს მათ დაასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და საბოლოოდ შეუერთდნენ სერიოზულ დისკუსიებს ამ საშინელი ომის შესაჩერებლად. საუბარი სამხედრო დახმარების მიწოდების ახოდების ახალ ფაზაზე უბრალოდ ცარიელი ლაპარაკი არ არის. ეს ასახავს იმას, რასაც ახლა უკრაინა, რუტე და ევროპაში ბევრი სხვა ბრძოლის ველზე ხედავენ. უკრაინა აღმავლობის გზაზეა, ხოლო რუსეთი ცდილობს მიაღწიოს თუნდაც იმ შედეგებს, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევის შუაგულშია, რომელიც თითქოს უნდა ასრულებდეს ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. რეალობა ადგილზე ისაა, რომ რუსეთის სამხედრო ძალა ბევრად უფრო დიდ ზეწოლას განიცდის, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა. უკრაინამ სტრატეგიულად და გონივრულად განახორციელა კონტრშეტევა. 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთისგან გაათავისუფლა საკუთარი ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი. ეს არ არის შემთხვევა, როცა უკრაინა რაღაცას ათავისუფლებს და რუსეთი სხვაგან ბევრად ომის შესწავლის ინსტიტუტი, ანუ ISW, ამბობს, რომ როგორც აპრილში, ისე მაისში, უკრაინამ უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე რუსეთმა მოახერხა მიტაცება. ასე რომ უკრაინა ტერიტორიული ბალანსის მხრივ მოგებაშია, ხოლო რუსეთი თავდაცვით პოზიციაშია ჩახენებული. თუ შესაძლებლობის ფანჯარაზე გსურთ საუბარი, ეს დინამიკის ცვლილება უზარმაზარია. ეს აჩვენებს უკრაინის მოკავშირეებს, რომ მეტი მხარდაჭერა გარდაულად გაზრდის რუსეთის კაპიტულაციის შანსს. ამ გარდატეხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის საშუალო მანძილზე დათმობის კამპანია, რომელსაც ჰოლანდიაში დამზადებული რუტერის რაკეტები, კიზ რაკეტები კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინას. უკრაინის ომის შესახებ 20 ივნისის შეფასებაში ISW-მ განაცხადა, რომ უკრაინა ამ მიმართულებით შენელების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს. რადგან ის სისტემატურად ურტყამს ხიდებს, რომლებიც ხერსონის ოლქს კრინთან აკავშირებს, ამით იზოლაციას უწევს ნახევარკუნძულს, რომელსაც პუტინი აფასებს და ერთდროულად წვეც მის ლოგისტიკურ მხარდაჭერას. ატლანტიკური საბჭოც იგივე შეფასებას აკეთებს, რადგან არ ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინაში გზები გადაადგილებისთვის სახიფათო ზონებად იქცა საშუალო რადიუსის დარტყმების კამპანიის გამო.
ეს კამპანია ასევე ასუსტებს რუსეთის მცდელობლებს ფრონტზე შეტევები წამოიწყოს, რის გამოც პუტინის მარიონეტებისგან ასეთი მცირე პროგრესია შესამჩნევი. ამას თუ დავუმატებთ უკრაინის მიერ ტერიტორიების გათავისუფლებას და დართმევს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და მივიღებთ ბრწყინვალე უკრაინულ სტრატეგიას, რომელიც ყველა მიმართულებით ასუსტებს რუსეთს და უკრაინის სასარგებლოდ ცვლის ვითარებას. სულ მცირე 2026 წლის გვიან გაზაფხულზე. რუსეთი ზაფხულში უფრო ძლიერად დააწვება. ჩვენ ეს მაისის ბოლოსკენ დავინახეთ, როცა New Voice of Ukraine-მა განაცხადა, რომ რუსეთმა ფრონტის ხაზზე მექანიზებული შეტევების რაოდენობა გაზარდა. მაგრამ ის ზეწოლა, რომელიც უკრაინამ უკვე შექმნა, შედეგს იძლევა და მეტი მხარდაჭერა ახლა ნიშნავს, რომ ეს ზეწოლა შეიძლება შენარჩუნდეს, ხოლო უკრაინას მიეცემა საშუალება დაიცვას თავი რუსეთის საჰაერო დარტყმებისგან. აი რატო იყო 2026 წლის ივნისის რამშტაინის ფორმატი ასეთი მნიშვნელოვანი უკრაინისთვის? ეს მხოლოდ გადარიცხულ თახებზე არ არის, ეს იმაზეა თუ რას წარმოადგენს ეს თახა. უკრაინის პარტნიორების კონკრეტული აღიარებაა იმისა, რომ ისინი ხედავენ ცვლილებებს და სჯერათ, რომ უკრაინას შეუძლია კიდევ მეტი გააკეთოს. მტკიცე მხარდაჭერა ახლა, როცა რუსეთის საბრძოლო ეფექტიანობა კლებულობს და უკრაინისა კი უმაღლეს დონეზეა, რაც იშვიათად გვინახავს 4 წელზე მეტი ბრძოლის განმავლობაში გადამწყვეტია. უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს იმპულსი. და 4 ევროპული ქვეყნის წყალობით მან ახლახან მიიღო ის, რაც რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მისაკენებლად სჭირდება. რუსეთის ფედერაცია თავის ზვარს უახლოვდება. ვლადიმირ პუტინის ხანგრძლივი ომი უკრაინასთან უკვე აღარ არის მხოლოდ მისი ქვეყნისთვის დამბლელი. ის მთლიანად ანგრევს ქვეყანას და ამის დასამტკიცებლად უამრავი მონაცემია. სოფლიოს სამკვანმა ეკონომისტებმა ეს მონაცემები უკვე გაანალიზეს. მათ გაანალიზეს ეს მონაცემები და მივიდნენ ერთნიშნულოვან გარდაუვალ დასკვნამდე. რუსეთი ზღვარზეა. მის ეკონომიკას უპრეცედენტო კრიზისამდე ერთი ცუდი დღე აშორებს და არც ცენტრალურ ბანკს, არც მთავრობას და არც თავად პუტინს არ შეუძლია ამის შეცვლა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. განგაში ზარები უკვე რამდენიმე წელია რეკავს. თავდაპირველად ისინი ჩუმად იყვნენ, რადგან რუსეთი პირველ რამდენიმე წელიწადში შეძლო დასავლეთის სანქციებისა და ომის მზარდი ხარჯების გაძლება. ეხლა კი განგაში ზარები ყურისწამღებია. მაგრამ ჯერ მადლობა Supremacy World War 3-ს ამ ვიდეოს დაფინანსებისთვის. ეხლა თუ ოდესმე გსურდა ნამდვილი ქვეყნის მართვა მესამე მსოფლიო ომის დროს, ეხლა შენი შანსია. Supremacy World War 3 არის უფასო ონლაინ PvP სტრატეგიული თამაში, სადაც მართავ ქვეყნის ეკონომიკას, იკვლევ თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, აშენებ არმიებს ტანკებით, თანკებით, თვითმფრინავებით, წყალქვეშა-ნავებით და სხვა. შემდეგ იბრძვი რეალურ მოთამაშეებთან ომებში, რომლებიც გრძელდება დღეების ან თუნდაც კვირების განმავლობაში. შეგიძლია შექმნა ალიანსები, მოილაპარაკოს სხვა მოთამაშეებთ, ან ძალით დაიპყრო მოწინააღმდეგეები, რომელთა რაოდენობა შეიძლება იყოს 99-მდე. და სეზონი 20-ის Underworld Protocol-თან ერთად ახალი ჩრდილოვანი გაცვლა ამატებს საშიშ შავ ბაზარზე ვაჭრობის შეთავაზებებს, ხოლო ელიტარული ოფიცრები აძლევენ შენს არმიას ძლიერ ტაქტიკურ უპირატესობებს. ახალი მოთამაშეები, რომლებიც დარეგისტრირდებიან ქვემოთ მოცემული ბმულით, მიიღებენ ექსკლუზიურ $40 საწყის პაკეტს, რომელიც მოიცავს უფასო სეზონურ ერთეულს, ელიტარულ Railguns. ეს შეთავაზება ხელმისაწვდომია მხოლოდ მომდევნო 30 დღის განმავლობაში, ასე რომ არ დააყონო და მართვა საკუთარ ხელში აიღე. თითქმის ყველა ექსპერტი, როგორც რუსეთის გარეთ, ისე შიგნითაც, ერთსა და იმავეს ამბობს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო ახლოს მივა კრემლის ეკონომიკა სრულ კოლაფსთან. ქვეყნის მდგომარეობის შემზარავი დეტალები სრულად იყო გაშიფრული ანგარიშში, სახელწოდებით ფინალური ეტაპი, რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა, რომელიც გამოაქვეყნა კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტმა, წამყვანმა კვლევითმა ცენტრმა და ანალიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელიც მდებარეობს გერმანიის ქალაქ კილში. ამ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროში ყველაზე სანდო ექსპერტებმა. მათ შორის იყვნენ Torbjörn Becker, სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, არიც შულერიკი, ეკონომიკის პროფესორი და კილის ინსტიტუტის პრეზიდენტი, და Matthew C. Klein, ცნობილი ეკონომიკური ჟურნალისტი, ავტორი და გამომცემელი. ესენი უბრალოდ კომენტატორები არ არიან, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ ან მიკერძოებულ მოსაზრებებს აზიარებენ. ისინი თავიანთ სფეროში წამყვანი სახელები არიან. ისინი ისეთები არიან, ვისთანაც მთავრობები და მსოფლიო ლიდერები მიდიან, როცა ეკონომიკური სიტუაციების რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული შეფასებები სჭირდებათ. და ისინი ყველათ ახმბებიან, რომ უკრაინასთან ომის დაწყებიდან 4 წელზე მეტი გავიდა და რუსეთის ეკონომიკა სტრუქტურული გამოფიტვის ყველა ნიშანს აჩვენებს. თავად ანგარიშშიც ნათქვამია, რომ რუსეთისთვის ნამდვილი ეკონომიკური ფინალური ეტაპის კონტურები უკვე იკვეთება. უფრო მარტივად რო ვთქვათ, ეკონომიკა ჯერ ბოლომდე არ ჩამოშლილა, მაგრამ ნამდვილად ბოლო ამოსუნთქვებზეა. ექსპერტებმა ამის დასამტკიცებლად მიზეზებისა და მონაცემების გრძელი სია წარმოადგინეს. მაგალითად, მათ ახსნეს, რომ წლების განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა ფაქტობრივად ომის ეკონომიკად გადაიქცა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის ნებისმიერი პერსპექტივა თითქმის მთლიანად თავდაცვის სექტორზეა დამოკიდებული. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 2023 და 2024 წლებში შეძლო MŠP-ს ზრდის მისაღები დონეების შენარჩუნება, ხოლო 2025 წელს ზრდის უფრო დაბალი დონეები დაფიქსირდა. ეს ძირითადად იმიტომ მოხდა, რომ მთავრობა იარაღს ყიდულობდა
და თავდაცვის კომპანიებს უზარმაზარი მასშტაბით აფინანსებდა. ეს არ იყო კერძო სექტორის ჯანსაღი ზრდის შედეგი. ეს არ იყო იმის გამო, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ბიზნესი აყვავდა. ეს იმიტომ იყო, რომ კრემლი უზარმაზარ თახებს გასცემდა მეტი ტანკის, ჭურვისა და ამუნიციის შესაძენად, რათა თავისი საომარი მანქანა უწყვეტად ემუშავებინა. და რადგან თავდაცვის სექტორი უფრო დიდი, მდიდარი და გავლენიანი გახდა, ყველაფერი დანარჩენი შეკუმშული და შეზღუდული აღმოჩნდა. კრემლი სულ უფრო მეტად ეყრდნობა ბიუჯეტს მიღმა დაფინანსებას, სწრაფი საკრედიტო გაფართოებას და არა პირდაპირ მხარდაჭერას საბანკო სისტემის მეშვეობით, რათა ომის დაფინანსება გააგრძელოს. ეს მიყავს ანგარიშის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტამდე. რუსეთს არ აქვს უსასრულო ფინანსური რესურსი, რომლითაც ომის დაფინანსებას განუსაზღვრელი ვადით შეძლებს. პირველ წლებში მას შეეძლო დაეკდნო ორი შედარებით მარტივ და ხელმისაწვდომ დაფინანსების წყაროს, რომლებიც ეკონომიკისთვის ბუფერად მუშაობდა. პირველი იყო რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის თანაზოგები, რომელსაც ხშირად პუტინის საომარ ფონდად მოიხსენიებენ. ეს დაეხმარებოდა ქვეყანას თუ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია უფრო რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდებოდა, ვიდრე თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. მეორე იყო რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის მიერ მიღებული კოლოსალური შემოსავალი. ორივე ეს ბუფერი ომის შედეგად ამოიწურა. და ეს ნაწილობრივ იმიტომ, რომ პუტინს ყველაზე ცუდ კოშმარშიც კი არ წარმოედგინა, რომ მისი შეჭრა გადაიქცეოდა თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდ და სისხლიან ომად. არც კი ელოდა, რომ ეს ომი ასე დიდხანს გაგრძელდებოდა. არც ერთი საბრძოლო ფონდი არ იქნებოდა საკმარისად დიდი ამ კონფლიქტის გასაგრძელებლად. და გასაკვირი არ არის, რომ ეროვნული კეთილდღეობის ფონდი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც ანგარიში აღნიშნულია, ომის დასაწყისში ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ქვეყნის MŠP-ს 6.5% შეადგენდა. 2026 წლის აპრილში ამ ფონდის ლიკვიდური აქტივები MŠP-ს მხოლოდ 1.8% შეადგენდა, რაც 2022 წლამდე არსებული მაჩვენებლის 1/3-ზე ნაკლებია. რაც ადრე მნიშვნელოვანი ფისკალური ბალიში იყო, ეხლა ძლივს საკმარისია სარეზერვო ფონდად იმ ქვეყნისთვის, რომელსაც საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ცდომა არ აქვს. ნავთობისა და გაზის შემოსავლები ასევე მკვეთრად შემცირდა დასავლეთის სანქციების, უკრაინის თავდასხმებისა და მრავალი ქვეყნის მიერ მოსკოვთან ბიზნესის წარმოებაზე უარისტკი შედის თმის შედეგად. კვლავაც ანგარიში მოყვანილია მკაფიო მტკიცებულებები ამის დასადასტურებლად. ნავთობისა და გაზის შემოსავლები, რომლებიც რუსეთის საბიუჯეტო არითმეტიკის საფუძველს წარმოადგენს, 2026 წლის პირველ კვარტალში წლიურად 45%-ით დაეცა, ხოლო წლის პირველ 4 თვეში 38%-ით შემცირდა. ეს ნაწილობრივ ასახავს რუსეთის მსხვილ ენერგოკომპანიებზე დაწესებული მკაცრი სანქციების და უკრაინული დრონების იერიშების შედეგებს, რომლებმაც ექსპორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა, ხოლო მარტის გარკვეულ პერიოდში ექსპორტის გადამუშავების სიმძლავრის 40%-მდე გამორთული იყო. როდესაც რეზერვები ამოიწურა, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში 4.6 ტრილიონ რუბლს, ანუ 59.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს უკვე აღემატება მთელი წლისთვის დაგეგმილ 3.8 ტრილიონ რუბლს, ანუ 59 მილიარდ დოლარს. ფაქტობრივად ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთმა პრაქტიკულად ამოწურა ომის დაფინანსების მარტივი გზები. ეხლა მას უწევს უფრო პრობლემურ გზებზე დაყრდნობა, ისეთებზე, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას აუარესებს, ეკონომიკას უფსკრულის პირას მიიყვანს და რუსეთის ფედერაციას მომავალ თაობებსაც კი დაუზიანებს. მაგალითად, გადასახადების რეკორდულ დონემდე გაზრდა, უზარმაზარი თანხების სესხება და სამოქალაქო ხარჯების დიდი ნაწილის გაყინვა ან პირდაპირი შემცირება, რათა კიდევ უფრო მეტი რესურსი სამხედრო წარმოებისკენ მიმართო. კრემლი კიდევ უფრო მზაკვრულ და ფარულ მეთოდებსაც მიმართავს. რუსეთის საბანკო სისტემას იყენებს, რათა ირიბად დააფინანსოს თავისი საომარი მანქანა. ამას პირდაპირ მოხვა ის, რომ ანგარიშის მიხედვით კორპორაციული ვალი 34 ტრილიონი რუბლით გაიზარდა, რაც დაახლოებით 438 მილიარდ დოლარს შეადგენს ომის დაწყების შემდეგ. რის გამოც ბევრი რუსული ბიზნესი მზარდ ფინანსურ წნეხშია, რადგან სესხის ავების ხარჯები მუდმივად იზრდება. ეხლა სანამ კონფლიქტი დაიწყებოდა, ეს მაჩვენებელი თითქმის ნულთან იყო. ყველა სტატისტიკა, ყველა მაჩვენებელი და მაკროეკონომიკური ფაქტორი, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არასწორი მიმართულებით მოძრაობს. ზოგი ნელა იცვლება, ზოგი კი პირდაპირ მიექანება, მაგრამ ყველა ერთად ქმნის ძალიან მძიმე სურათს რუსეთისა და მისი მოსახლეობისთვის. შედეგად კრემლი აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებს. ის იტყუება. აშკარად აცნობიერებს ნეგატიურს. მისი ქმედებების ნეგატიური გავლენა აშკარაა, მაგრამ მათ შეჩერებაზე არ ფიქრობს, რადგან ამისთვის ომის დასრულება იქნებოდა საჭირო, რასაც პუტინი უარს ამბობს. ასე რომ რუსეთის ხელმძღვანელობა იყენებს თავის კლასიკურ მეთოდებს, ტყუილსა და პროპაგანდას, რათა დაფაროს და შეამციროს ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას. მაგალითად, კილის ანგარიში აღნიშნულია, რომ მრავალი ეკონომიკური მაჩვენებელი აღარ ქვეყნდება და ექსპერტები ეჭქვეშ აყენებენ დენდარჩენილი ოფიციალური მაკროეკონომიკური სტატისტიკის სანდოობას. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მაშინაც კი როცა მონაცემები საჯაროდ ქვეყნდება, ისინი სავარაუდოდ კორექტირდება ან მანიპულირდება ისე, რომ სანდოობას კარგავს.
მაგალითად, ინფლაციის საკითხზე რუსეთი ამტკიცებს, რომ 2026 წელი 6%-იანი ინფლაციით დაიწყო, რომელიც თანდათან შემცირდა თვეების განმავლობაში. თუმცა არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია. მაგალითად, ის ფაქტი, რომ 2026 წლის დასაწყისში საპროცენტო განაკვეთი 16% იყო და მას შემდეგ თითქმის არ შემცირებულა. ექსპერტები ასევე მიუთითებენ აშკარა შეუსაბამობებზე ინფლაციის სავარაუდო დონესა და ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას შორის. ან იმ ფაქტზე, რომ ცენტრალური ბანკი ფაქტობრივად ისე იქცევა, თითქოს ინფლაცია ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალურად აცხადებენ. რატომ ინარჩუნებს ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს ისეთ დონეზე, რომელიც რეალურ საპროცენტო განაკვეთს ორნიშნა მაჩვენებელზე მიუთითებს, მაშინ როცა ომამდე რეალური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ ოდნავ დადებითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვერ გავიგებთ, ეს საკითხები მიუთითებს, რომ ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებლები მეტად საეჭვოა. მოგეთ რომ ვთქვათ, არაფერი ემთხვევა ერთმანეთს და ცუდი ამბები რუსეთისთვის ამით ამთავრდება. მაგრამ სანამ აგარშის დანარჩენ ნაწილზე და იმაზე ვისაუბრებთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი მომავალში, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად მიიღოთ, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალურად. ეხლა, კილის ანგარიში აღნიშნავს, რომ თუნდაც რუსეთმა შეძლოს ომის გასაგრძელებლად ყველა ხრიკის გამოყენებით ფინანსების პოვნა, მას მაინც აქვს გამოწვევები, რომლებიც ფაქტობრივად გადაუჭრელია. მეთიუს ეს კლაინი აღნიშნავს მაგალითად, რომ რუსეთის წინაშე დღეს ძირითადი შეზღუდვა არა ფულზე თუ დომაა, არამედ ადამიანური რესურსების, ტექნოლოგიებისა და საწარმოო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა. კრედიტის, დაბეგვრისა თუ სესხების ვერანაირი მოცულობა ვერ შექმნის ჯადოსნურად იმ მუშახელს, რომელიც რუსეთს სჭირდება მომავალი წლების გადასარჩენად. ვერანაირი ხრიკი ვერ აღადგენს მარტივად მის უყურადღებოდ მიტოვებულ ინდუსტრიებს და ვერ აღმოფხრის იმ ზიანს, რომელიც ომის ეკონომიკამ მიაყენა და კვლავ აყენებს ფართო საზოგადოებას. როგორც კლაინი ამბობს, მთავრობას შეუძლია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება, მაგრამ სამუშაო ძალის დეფიციტის რეკორდულ დონეზე ყოფნისა და სანქციების გამო კრიტიკულ იმპორტზე ცდომის შეზღუდვის პირობებში ხარჯების ზრდა უფრო და უფრო ზრდის ინფლაციის გამოწვევის რისკს, ვიდრე სამხედრო წარმოების გაზრდას. და ეს კიდევ ერთ საკითხზე მიგვიყვანს – სანქციებზე. სანქციები ორი სახისაა. არსებობს ტრადიციული დასავლური სანქციები, რომლებიც მოიცავს აქტივების გატინვას, საბანკო აკრძალვებს, ფასების ზღვარსა და ექსპორტის კონტროლს. შემდეგ არის უკრაინის შორი მოქმედების სანქციები, რომლებიც გულისხმობს უშუალო დრონებისა და რაკეტების დართმევებს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, მილსადენებზე, საწვავის საცავებზე და კრემლის ენერგეტიკული იმპერიის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კვანძზე. ორივე ეფექტური აღმოჩნდა, თუმცა სხვადასხვა გზით. მაგალითად, დრო დასჭირდა დასავლეთის ფინანსურ სანქციებს, რომ შედეგი გამოეჩინა. საბედნიეროდ წლების განმავლობაში შედეგი უფრო ნათლად გამოჩნდა. ანგარიში აღნიშნავს, რომ ამ ეკონომიკურმა სანქციებმა ეფექტურად გაამკაცრა რუსეთის ბიუჯეტური შეზღუდვები და ქვეყანას გაუჭირდა იმ შემოსავლების მოპოვება, რაც ომის დაფინანსებისთვის სჭირდება. ამ სანქციებმა შეამცირა ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები, გაზარდა იმპორტის ხარჯები, დაასუსტა კრემლის ფინანსები და მნიშვნელოვნად გაართულა სამხედრო წარმოება, რადგან მოსკოვი ვეღარ ახერხებს მარტივად იმ კომპონენტებისა და მასალების შემოტანას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სჭირდება. ამასთან ერთად ანგარიში აჩვენებს, რომ რუსეთმა 2025 წელს ნავთობის ექსპორტიდან დაახლოებით 160 მილიარდი დოლარი, ხოლო გაზის ექსპორტიდან 39 მილიარდი დოლარი მიიღო. რაც მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სანქციები გარკვეულწილად მუშაობს, ისინი მთლიანად ვერ აჩერებენ კრემლის შემოსავლის წყაროებს. უკრაინის შორი მოქმედების სანქციები არა მხოლოდ უფრო დრამატულია და პირდაპირი მნიშვნელობით აფეთქებადიც კი, არამედ შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტური იყოს. დაუყოვნებელი სარგებლის მოტანის თვალსაზრისით. უკრაინის მიერ რუსეთის რეგიონებში მდებარე კრიტიკულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული შეტევები გვერდსულის ფინანსურ და პოლიტიკურ სანქციებთან დაკავშირებულ ბიუროკრატიას და ანადგურებს იმ ინფრასტრუქტურას, რომელზეც რუსეთი ეყრდნობა ნავთობის შესანახად, გადასამუშავებლად და გასაგზავნად. ამ შეტევებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყნის საერთო საწარმოო შესაძლებლობები, რაც ბუნებრივია პირდაპირ აისახება მის შემოსავალზეც. რაც უფრო ხშირად და დიდხანს გაგრძელდება ეს შეტევები, მით უფრო დამანგრეველი გახდება მათი შედეგები. და როდესაც ყველა ამ სხვადასხვა ფაქტორს შევკრებთ, შემცირებული ეროვნული სიმდიდრის ფონდიდან დაწყებული, ომის ხარჯების ზრდითა და ნავთობის შემოსავლების ვარდნით დასრულებული, ნათლად ჩანს, რა მასშტაბის კრიზისისკენ მიექანება რუსეთის ეკონომიკა. კრემლს მხოლოდ რამდენიმე სუსტი იმედი დარჩა. პირველი არის ნავთობის ფასების მერყეობა. კილის ანგარიში აღნიშნულია, რომ რუსეთის საერთო ეკონომიკური პერსპექტივა შეიძლება შეიცვალოს ნავთობის ფასების შესაბამისად. უფრო ზუსტად რო ვთქვათ, თუ ნავთობის ფასი გაიზრდება, ეს რა თქმა უნდა კარგი ამბავია რუსეთისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ თითოეულ გატანილ ბარელზე უფრო მეტ ფულს მიიღებენ. თუ ნავთობის ფასი დაიწევს, ქვეყნის პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება. როგორც თავად ანგარიშია აღნიშნული, ეს იდეა ირანში ომის დროსაც დადასტურდა. სიტუაცია შეიცვალა, როდესაც აშშ-მ და ისრაელმა ირანზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს, რის შედეგადაც ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ექსპერტები ამატებენ, რომ თუნდაც მოკლევადიანმა ნავთობის ფასის ზრდამ შეიძლება მნიშვნელოვანი შემოსავალი მოიტანოს, ხოლო ფასების ხანგრძლივმა მატებამ შეიძლება პრაქტიკულად მოხსნას არსებული შეზღუდვები რუსეთის ომის დაფინანსებაზე.
ამის მიუხედავად, ნავთობის ფასების კიდევ უფრო ზრდაც კი ვერ გადაჭრის კრემლის სხვა მრავალ პრობლემას, როგორიცაა სამუშაო ძალის დეფიციტი, შეზღუდული საწარმოო შესაძლებლობები, ლობები და იმპორტ-ექსპორტის აკრძალვების შედეგები. ამ პრობლემების გარკვეულწილად მოსაგვარებლად მოსკოვს მეორე გადამრჩენ ძალაზე, ჩინეთზე, უწევს დაქორწინება. როდესაც ბევრმა ქვეყანამ ზურგი აქცია რუსეთს, ჩინეთი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან დიდ სახელმწიფოთა შორის იყო, რომელმაც კრემლთან ურთიერთობა გააგრძელა. და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ომის გაგრძელების თვალსაზრისით. მაგალითად, ანგარიში აღნიშნულია, რომ ჩინეთი ახლა რუსეთის მთლიანი საგარეო ვაჭრობის მესამედზე მეტს, უფრო ზუსტად კი 35%-ს შეადგენს. ასევე ჩინეთი ათვდის ორმაგი დანიშნულების საქონლისა და სამხედრო კომპონენტების უდიდეს ნაწილს, რომლებიც კვლავაც დიდი რაოდენობით მიეწოდება რუსეთს დრონებისა და რაკეტების საწარმოებში გამოსაფენებლად. მაგრამ ეს შეთანხმება ერთმხრივი არ არის. ჩინეთიც ბევრს იღებს ამით. მაგალითად, ის რუსულ გაზში სხვა კლიენტებთან შედარებით 40%-ით ნაკლებს იხდის. ასევე გააძლიერა თავისი გავლენა რუსულ ვაჭრობაზე, ფინანსებსა და სამრეწველო მიწოდების ჯაჭვებზეც. და დროის გასვლასთან ერთად რუსეთის დამოკიდებულება ჩინეთზე მხოლოდ გაიზარდა, ისე რომ დღეს პეკინი მოსკოვის ყველაზე დიდი კლიენტი, ყველაზე დიდი მომწოდებელი, ტექნოლოგიების ყველაზე დიდი მომწოდებელი და ფინანსური გადარჩენის მთავარი წყაროა. ეს პარტნიორობა არ არის, ამტკიცებს ანგარიში. ეს სულ უფრო ასიმეტრიული დამოკიდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა მიიღო ხელშესახების სარგებელი ამ პარტნიორობიდან, ეს თანასწორთა კოალიცია არ არის, არამედ სულ უფრო არათანაბარი შეთანხმებაა, სადაც ერთ მხარეს სტრუქტურული უპირატესობები უგროვდება მეორის ხარჯზე. ასე რომ რუსეთი არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც სუსტდება. ჩინეთი მაქსიმალურად იყენებს ამ ურთიერთობის ყველა უპირატესობას, ხოლო მოსკოვს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დაეთანხმოს პეკინის მოთხოვნებს. ანგარიშის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, თითქოს რუსეთის ეკონომიკა რამდენიმე დღეში დაიშლება. მათ ამის ნაცვლად ამტკიცებენ, რომ ყველა მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა სულ უფრო სახიფათო ზღვარზე დადის და ძალიან ცოტა რამ სჭირდება, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. და ეკონომიკური ექსპერტები, რომლებიც კილის ანგარიშში არიან წარმოდგენილნი, ერთადერთნი არ არიან, ვინც რუსეთის ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამენ. ევროპის მრავალი წამყვანი სადაზვერო სამსახური ზუსტად ასე ფიქრობს. მართლაც, გერმანულ გაზეთ FAZ-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაზვერო წყაროების თქმით, რუსეთი აფეთქების ზღვარზეა. მისი აბსურდული ომის დროინდელი ხარჯების, სანქციების, იზოლაციისა და უკრაინის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად. ანგარიში ხაზს უსვამს ზუსტად იმავე სისუსტეებსა და რისკებს, რომლებიც ადრე იყო ნახსენები. სადაზვერო ანალიტიკოსები ამტკიცებენ მაგალითად, რომ რუსეთის საბანკო სექტორი დაუძლეველი ზეწოლის ქვეშ ექცევა. ისინი აზიარებენ რწმენას, რომ კრემლი ხელოვნურად ზრდის ბალანსებს, რათა დამალოს თავისი უპასუხისმგებლო მიდრეკილებები. ასევე საუბრობენ იმ მზარდ ფარულ ვალებზე, რომელსაც რუსეთი აგროვებს. პრეფერენციული სესხებისა და საკრედიტო ხაზების სახით, რომელსაც ბანკები გასცემენ თავდაცვის კომპანიებზე, კრემლის მმართველების ბრძანებით. ამავე სააგენტოების მიხედვით, თვითონ რუსეთშიც კი მრავალი ოფიციალური პირი ახლა ღიად გამოხატავს აშკარა შიშს მოახლოებული რეცესიის მიმართ. მათი თქმით, ნიღაბი ეცემა. რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მისი ეკონომიკა დინამიკურია, სიცოცხლით სავსე და გამძლე, მაგრამ რეალობა აღარ შეესაბამება ამ სურათს. ბანკების სესხების პორტფელები უარესდება. ბიზნესები ვეღარ იხდიან თავიანთ თვალებს. 2026 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა უარყოფით მაჩვენებელში გადავიდა. სამოქალაქო სექტორის საწარმოები მიტოვებულია და ცენტრალური ბანკის ყველაზე სასოწარკვეთილი ზომებიც კი არ არის საკმარისი კრიზისის სამართავად. ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტი, რომ ომი ყოველდღიურად კიდევ უფრო ძვირი ხდება. ბოლო შეფასებების მიხედვით კი კრემლმა შესაძლოა წელს თავდაცვაზე მინიმუმ 27 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯოს, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ამ მიზეზით, როგორც სადაზვერო სააგენტოები, ასევე ეკონომიკური ექსპერტები თანხმდებიან, რომ ძალაუფლება რუსეთიდან მის მოწინააღმდეგეებთან გადადის. და სწორედ მათზეა დამოკიდებული, გამოიყენებენ თუ არა ამ ფაქტს. ახალი სანქციების პაკეტი, რომელიც რუსულ ბანკებს მიემართება, შესაძლოა საკმარისი იყოს კრემლის ეკონომიკის კრიზისში ჩასაგდებად. ნავთობის ფასების ხანგრძლივმა ვარდნამ შეიძლება მსგავსი ეფექტი მოახდინოს. კილეს ანგარიშის ავტორები დასავლეთის პოლიტიკოსებს ურჩევენ ძალიან ფრთხილად დაფიქრდნენ, როგორ გამოიყენონ ეს სიტუაცია მაქსიმალურად. ისინი რეკომენდაციას აძლევენ, რომ ნავთობზე კიდევ უფრო მკაცრი ფასის ზღვარი დაწესდეს და განახლდეს ძალისხმევა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გადაადგილების შეზღუდვისთვის. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ რუსეთისა და ჩინეთს შორის ვაჭრობაზე უფრო მკაცრი კონტროლის დაწესებამ შეიძლება მოსკოვს ბევრად გაურთულოს ომის კიდევ დიდხანს გაგრძელება. ზოგიერთი კი მხარს უჭერს უკრაინის მხარდამჭერი ტარიფის დაწესებას რუსეთთან დარჩენილ ნებისმიერ ვაჭრობაზე. მაგალითად, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ყვაუქიდულობს რუსულ თხევად გაზს, ქიმიკატებსა და სასუქებს, დამატებით გადასახადს გადაიხდის, რომელიც უკრაინის თავდაცვასა და აღდგენას მოხმარდება.
როგორც მარით შულერიკი ამბობს, ბოლო თვეებმა აჩვენა, რომ სანქციების რეჟიმის აღსრულებას რეალური მნიშვნელობა აქვს და მონიტორინგის მიმართულებით მეტი უნდა გაკეთდეს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რუსეთის მზარდ ეკონომიკურ სისუსტეებს მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ ისინი შეიძლება გადაიქცეს გრძელვადიან სტრატეგიულ ბერგედად. კიდევ ერთხელ მადლობა Supremacy World War 3-ს ამ ვიდეოს დაფინანსებისთვის. გადმოწერეთ თამაში უფასოდ, აღწერაში მოცემული ბმულით და მიიღეთ თქვენი $40 საცქესი პაკეტი, რომელშიც შედის ექსკლუზიური Elite Railgun, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ახალ მოთამაშეებისთვის, მომდევნო 30 დღის განმავლობაში. ეხლა თუ გსურთ მეტი გაიგოთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ვლადიმერ პუტინს უგროვდება, ნახეთ ეს ვიდეო, სადაც განიხილება, როგორ კარგავს რუსეთის პრეზიდენტი კონტროლს ჩეჩნეთზე. ან უყურეთ ამ ვიდეოს, რათა გაიგოთ, როგორ შეძლო უკრაინამ შეუძლებლის შესრულება და მიაღწია იმას, რაც ნატოსაც კი არ გამოუვიდა. და ბოლოს, არ დაგაუცხეთ გამოწერა, რომ მიიღოთ მეტი სასწრაფო სიახლე და სიღრმისეული ანალიზი ამ ომისა და სხვა მნიშვნელოვანი კონფლიქტების შესახებ მსოფლიოში.